Super Budapesti. იმენა ის უნდა გიცადონასოს კლუბის ტუალეტის. არის ტუალეტის სუნი. აი, Wi-Fi თუ აქვს და ვიდეოს ვერ დებდი. ანუ მაგ მობილურით დავიწყე. ყვარას ვიცი რაც ევასე. აბა, მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღეს ჩვენთან არის ჩვენი ვარ გამოვიცვალ. მესამე ვიდეო გამოდის, ხო, ჩემთან მეოთხე გამოდის. მეოთხე გამოდის. თანა მე არ ხეკერა, თანა წამყვანი. თანა წამყვანი, მოკლედ ერთი სამი ეპიზოდიც და ბასოს გადავაბარებ მომარხს მიხეილს. ერთადერთი დამაბრკოლებელი რაც არის სულ აქ უბრალოდ შეადარ არის რომ ხალხს არ მოუგეძრდა, თორემე დიდი სიამოვნებით შემილია რა ვიცი რა თქმა უნდა თანა წამყვანთან გიშთები პოდკასტად. კი ბატონო, მოკლედ ბასტო მიხარია რომ აქ ხარ, სხვათა შორის ბასტო იყო ჩემი პირველი სტუმარი ვაფშე. ანუ ვისაც მოვიდა კი ვინცაც მივწერე ბასტო მინდოდა და უეჭველი მოვიდა კი არის ჩვენ ორ ვიდეოში მესამეშიც იქნებოდა რომ არა ჩემი შეცდომა და ის კადრები წაშლილებ აქვს მაგრამ მეოთხე ეპიზოდია ბასტო არა ხალის ყველა ერთმანეთს გავდა ამის გარდა როგორ ხარ მოგვიყევი ახალი არხი გაქვს კი ეხლა კაკრას ეხლა შეხედე ეხლა არის შეიძლება იმაში რა ქვია გადაცემის პროცესში ავიდე 1000 გამომწევს ხო 992-ზე ვართ ჯერ დღეს რო დილას ვავდექი და ხელპირის დასაბანდრო შევედი 660-ზე ვიყავ და მე ეხლა უკვე აი გავიდა 2 საათი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის კარგი ისინი მოდის რა ანუ ფიდბექი აი გაჩა ყველაზე მთავარი და არ ვიცი იმედებს გამომართლებ ყველას იმიტომ რომ ყველა ამბობს აი კარგს ველოდებით შენგან რაღაცას და ეგ კიდე უფრო აღჭი მე просто ფექშოლა მინდა და დავიშტარიყავ ის კამზე და რაღაცა მელაპარაკა და მგონია საბოლოო ჯამში რასაც დავუმოღამე მაგას ელოდებიან ჩემგან რა რომ ნარელოდება რომ რაღაცა კინოს გადავიღებ და დავდებ რა ამიტომ დავждები ხოლმე და ვისაუბრებ ასე თემებზე რასაც ვფიქრობ რომ რაღაცა კომპეტენცია მაქვს ეხლა გოლფზე არ დავიწყებ საუბარს და არც ფორმულა 1-ზე იმიტომ არც ერთი არ მაქვს 10 წუთზე დიდხანს ნანახიანი ჯამში მაგრამ ეგეც აი შემთხვევით რომ TikTok-ზე შემხდება რომ გოლფის ტრეც რო ეგენი მაგდა იბად მაგაზე ცოტა მე გადავალთ ახლა რისთვისაც მოგიყვანე მაგ კითხვას დაგისვა აინტერესებს სუპერსკიპიდის მესამე სერია როდის დაიდება გადაღებულია სიმართლე გითხრა მაგრამ ჯვაი კეთრი სუპერსკიპიდი რატო გავაჩერეთ რა ორა სიტუაციურად სუპერსკიდან აი სუპერსკიპიდიც ხო ის რატო ქვია აი ხო ვიცი აი ძალიან აიგეთი უნდა აიგეთი არის და აი სეგმენტად პარადოქსული სიტუაციურად რა ვერ ხედავ დღევანდელ რაც ხდება ეხლა რა ანუ ორა ყოველ დღე რაღაცა ხდება საქართველოში როცა გავაჩერეთ მაშინ სხვა სიტუაცია იყო ეხლა გაგრძელება მომინდა მოგვინდა ვთქვათ ეს პრობლემა ანუ არ მგონია რომ ჩვენგან ადეკვატურ თან ეხლა არავისთან ვალდებულები არ ვართ არც სპონსორსთან ვართ ვალდებულები რომ ვიდეო დავუდოთ ანუ ჩვენზეა დამოკიდებული და რაც 100% ჩვენზეა დამოკიდებული როგორც ფიქრობთ ისე უდგებით რა იქ იმას არ გულისხმობ რომ რაღაცა ანუ უბრალოდ არა შეუსაბამო სიტუაციაა რა ჩემი აცრა სუპერსკიპიდი ხო კონტენტი და ისო და ხო ამიტომ ცოტა ხანი გაჩერებულები ვართ ანუ ოდნავ თუ დასტაბილურდება სიტუაცია. აი დასტაბილურდება კი არა, როგორც კარგად მინდა ვთქვა. აი ოდნავ თუ ვიგრძენით, რომ ადეკვატური იქნება დადება, უბრალოდ დავდებ, იმიტომ რომ ძალიან მინდა მაქსიმალისტ დადება. რა, იმიტომ რომ ძალიან სასაცილოა. ანუ აი ერთი სული მაქვს დავდო, მაგრამ ვერ ვაძლევ საკუთარ თავს მაგას მეგონა სუპერსკიპიდი. ხო, აი სუპერსკიპიდი რო არის. რაღაც სხვა რაღაც რო იყოს სხვა სცენარი. აი ეგ ჟანრი ძალიან მიყვარს, აი პარადოქსული სიტუაცია. აი გაგიჟდები ისე ანუ ისეთ სასაცილო ისეთი სასაცილო სერია, მესამე სერია, ისეთი სასაცილო ან აი ხო გონია რომ აი პირველ ორ სერიას რო უყურე, ყველაფერს ელოდები უკვე მანდ რომ ყველაფერი მოხდება, მაგრამ აი შეუძლებელია მიხვდე ისეთი იმენა აი უწეს გამოკალეთ რა. დაულაგეთ მეგობრებო, იმიტომ რომ სუპერსკიპიდია და სოდები გავყავთ ხო ისე. ცოტა ნორმალურად იყავით უსტივუსად კაი რომ მიხარ. იმასთან მიყავი გიორგისთან, სანჯესთან გადაცემაში და ის გიყვარს. რას ვაკეთებთ ჭრილის ქვეშ? ხო, ეგ ფილმი რა, ხო და აი რაღაც აი ჟანრობრივად რო ახლოს არის რაღაც ამ პარადოქსული სიტუაცია. გიო იწყებს ხოდაშორის ვიცი წოველები და კბილებზე რო და ნუ ძალიან ველოდები რა მოკლედ. ბასტო, კაი ახლა ცოტა სუნამოების თემას რო დაუბრუნდეთ, საიდან დაიწყე კოლექცია და აი
როდის მიხვდი რომ აი სო შენი თემა არის რაღაც დაიქრევდი რაღაცა ფრეშ პირობითა დაიწყებდი მაგით და როდის გადადგინე ბიჭო რომ მაგრამ არა შენ უჩვეულო ისტორია არა უჩვეულო არა მე მაგალითად მე ყოველთვის მიყვარდა სუნამოს დასხმას თუ იყო ოღონდ ვერ არისო ეხა როგორ ახსნა ეგეთი ცხოვრება არ მქონდა რომ მაგალითად სუნამო ამერჩია და მეყიდა რა ბავშვობაში რა თქმა უნდა ეხა რაცაც აი დედაჩემს რომ მქონდა ხოლმე რა ნაკრები რა ხო იცი საპარსი გელი თმისისა შარვალი რაც მე სუნამო ერთ მაშინ ყიდება აი ეგეთი სუნამოები იყო ხოლმე და მამაჩემს და ჩემს მას მქონდა ხოლმე უფრო აი ხამბილი სუნამოები რასაც ფარენჰაიტ ხო ფარენჰაიტი არის ჩვენი საგვარეულო სუნი მართლა გეუბნები ჩემს ძმას ბიძაჩემს მეორე ბიძას მამაჩემს ყველას ფარენჰაიტიას მეც მაგრად მიყვარს რა ანუ აი ძალიან მევასება მაგრამ უფრო მე ვარ ეგეთი ადამიანი რომ ინდივიდუალური როჟა ვარ რა მიუხედავად იმისა რომ იკითხა ჩემს საყვარელო რაც დაყნოსილი მქონდა ფარენჰაიტს ვიტყოდი როგორც კი შემოსავალი გამიჩნდა და გავხდი დამოუკიდებელი ცხოვრებაში მაშინ გადავწყვიტე რომ სუნამო უნდა მეყიდა თორემ მანამდე უფრო სხვა საჭიროებებს ხედავდი რა ანუ სუნამოს მამაჩემსაც დავისხავდი ფეხსაცმელს მამაჩემსაც ვერ ჩავისხავდი და ფეხსაცმელს ვარჩევდი ხოლმე სუნამოთ რა ფეხსაცმელი მაგრამ სულ მქონდა ეგ აი დედაჩემიც ადრე ბავშვობაში მეყობდა რომ სუნებზე მქონდა აი კარჩი ანუ გართულება მქონდა რა აი ესე შეიძლება და დამждარი ყავს სტუმრები იყვნენ და ვიღაცას სუნამო რა სუნი გაკო ვიღაცას ეთქვა რა ესე ისე ანუ ბავშვი ვიყავს რა თქმა უნდა ვერ ხვდებოდი რომ არ უნდა მეთქვა იქ და შეურაცხყოფა იყო მაგალითად რაღაცა ეგეთ შეტევებს ვიძახა მქონდა რა და სულ მინდოდა რომ აი რაღაცა ინდივიდუალურ ამბავში ჩემი სუნამა მქონოდა და სანამ ვიყიდე რესერჩი დავიწყე რა ანუ რა მახსოვდა რომ აი მაგალითად ფარენჰაიტი არ მინდოდა იმიტომ რომ ყველა ჩემ ოჯახში მქონდა და მინდოდა რაღაცა აი რა მომწონდა და მამაჩემს ადრე დღემდე ვერ ვიპოვე რა რაღაცა სუნამა მქონდა პატარა სუნამა აი ძალიან მაღალი აი გონი როჟას გავდა როჟა იგრძელი იყო ცოტა ოღონდ რა აი გამაგარი სუნი ქონდა აი მოთაფლო სუნი ქონდა თაფლის სუნი ქონდა და აი დავიწყე თაფლის სუნების და ოცნებად დავისახე პირველი რომ კილიანის Gold Knight-ი ქონოდა რა მაგრამ კილიანის Gold Knight-ი ხვდები ხარ რაც ხსნა პირველი სუნამო რაც ჩემი თვიყიდე ბევრმა გადამაფიქრებინა ისქნა სხვა სუნამოს ყიდულობდი მაგრამ იქ მაღაზიაში ულევუში ვიყიდე პირველი სუნამო მაღაზიაში იქ რა ესო აი ის მომწონდა ვალენტინო მომეწონა რა ბორნინ რომ მომეწონა მაგრამ არა короче ისო stronger video-ები ნახე და stronger video-ებს რო დავკნოსე სიმართლე გითხრა იქიდან არც აბსოლუტური ვიყიდე არც intensely არც ჩვეულებრივი only ვიყიდე იმიტომ რომ ნაკლებად challenging სუნი ქონდა ჩემთვის იმ მომენტში. კაი სუნი ქონდა. მე ვასწავლე stronger videos ყველას აქვს ერთი DNM რა. ოღონდ ერთი თხილია, მეორეში მაგალითად ვანილი და დარიჩინი და ეს უფრო ისეთია რა, ანუ გემრიელი. ნეიტრალური. ხო. მაგრამ ეხა რომ მკითხო, საუკეთესო ჩვეულებრივია. stronger კლასიკური აიმიც მაგას ვიძახდი და აბსოლუტლი შეიძლება უდნავ წინ წამოვაყენო. ხო, intensely-ც მაქვს, მაგრამ არც ერთ ფრიზარი კიდე ერთი. ფრიზი არასდროს არ შემხვედრია, ვერ მოვედე ფრიზს რა. მე ვიყიდე აი ყურე მე ვიყიდე only-ს მე ვიყიდე Burberry Hero EDP. Eau de Parfum. ძალიან კაი სუნი აქვს მაგასაც ეხლა ვინმე თუ მე მეკითხება რომ რა ვიყიდო, თქვა, სუნა იაფიღებს, ძლებს რამე ნორმალურად. და ძალიან გავს იმას გავს ბიჭო. Intensely-ს გავს ძალიან. რა ბიჭო? Hero EDP, ოღონდ EDP არა, Muki Hero. Muki Hero და ის რა ქვია. Intensely გავს, მაგრამ გავს ერთმანეთს. ანუ სხვადასხვა ჩათვალე რომ სხვადასხვა თითქოს სხვადასხვა DNM-ია, მაგრამ მაგ DNM-ზე ერთ და იგივე შენობაა დაშენებულია თითქოს რა. მაგრამ ის უფრო მომწონს, იმიტომ რომ იმას უფრო ხეშინის რა. ეგ არის მეორე რაც ვიყიდე, მე მაჩუკეს. Gold Knight-ი. კილიან. Gold Knight მაჩუკეს. Gold Knight რომ მაჩუკეს სიმართლე რო გითხრა თავიდან ხო იცი რომ ხსნის უნდა მოსავიდან სხვა სუნი აქვს რა ხო თავიდან უნდა დაჯდეს რა კაროჩი რა და თავიდან მოსუნე აი ჩემთვის უცნაო ძალიან ან იმენა თაფლის სუნი აქვს რა თაფლის და ანისის სუნი აქვს რა და თავიდან აი რაღაცა მეთქი აი ცოტა იმას ველოდებდა ჩემთვის თაფლიო მამა ჩემს რაც ქონდა რა აი იმას ვეძებდი რა აზრზე არა ვარ დღემდე არ ვიცი რა სუნა მოარე დღემდე ვერ ვიპოვე სუნი მაგრამ თაფლი რო იყო მახსოვს თაფლის სუნს რო ვწდავდი მაგრამ ეს იმენა კარგი ნაყდი თაფლი იყო და დავისხი ოღონდ ისე დავისხი რა რომ აი
სხვა სროელოდების. სოდესონი კი არა, просто სხვა მოლოდინი რო გაქვს ხვდები რა. ხო, წინასწარ რო შეიძლება ის იყოს. ისუნია რა, თაფლი ხო ისუნია და მაგრამ მე რო დავისხიდა, რა გასხიები რო წავიდა, მე უკვე ცოტა სხვანაირად შევხედე და მე დღემდე მაქვს იქ სულამო Gold Knight-ი, ძალიან მომწონს, ძალიან მევასება, მაგრამ რბილია რა, მენისა, ანუ უნისექსი არ არის, კაცისა. ხო, შავ ბოთლში. იმენა კაცებისთვისა, მაგრამ აი ჩვეულებრივად ნანუკასაც რო ასხია, იდეალურად არის, მეც რომ ასხია იდეალურად შემო ყველაფერსაც უნდა შემოდეს. მე ვიყიდე ჰეროდი არის ჩემთვის დღეს ჩემთვის სიმართლე გითხრა, საუკეთესო სუნია. ანუ საუკეთესო არომატია ჩემთვის რა. იდეალური არომატია, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ძლებს 5. საუკეთესო არომატია. აი ესე. ბერმოასო მაგის. ვა, რამეს ხა? ანუ ეგრეთ რაისი? გასხია, ვა, უკვე აღარ გასხია, რამეს ხა? რამეს ხა? ეგ თემა არის, მაგრამ აუ რა საკარგო, მაგრამ მევასწრებ. უმაგრესი სუნამოა. ამაზეა საუბარი მეგობრებო. მაგრამ რო გავადრო. დაჭდები, ეგეც მაგასაც ეგ მომარა, ჭდება რა. ტანსაცმელზე ნორმალურად ძლებს ხო, სიმართლე გითხრა. ტანსაცმელზე ნორმალურად ძლებს და რაღაცა აქვს, არ ვიცი რა. აი, ხო ეს გიჩვენეთ ტობაკოვანილა. ეს ბევრად ხო, ტობაკოვანილას, მართლა ტობაკოვანილა არის. ანუ ტობაკოვანილას უდარსუნავ, ვიღაცა ადგა და თამბაქო და ვანილებს მაინც შეურია. აქ ნამუშევარია, მაგ რაღაცა. აქ ბევრად მაგარაჩი, აი რა ის ტობაკოვანილა. ტობაკოვანილა. ბალს გწნობ? კი. აი ბლისუნი რაღაცნაირად მოდის ტობაკოვანილაშიც მოდის ალბათ თამბაქო ალბათ ესეთი კომპონენტი რომ შეიძლება ბლად აი ზუსტად ალუბალს ხო ალუბალი და ვაშლი კაც რომ გითხარი ალვაშლი და ალუბალი არის როცა გუზნობ ხოლმე სუნამოებში რა რაღაცა ეგ თემა ჰეროდი არის ჩემთვის გეუბნები ტოპ სუნი არის იმისი რა ქვია ღუპიონისა ხო ესეც თუ ეცა კაშანი ჰამე კაშანის არის მაინც გეტყვი ერთ გონი რომელი მოკვდა კაშანი მოკვდა თუ ღუპიონი არა ღუპიონიც უცხოელია მაშინ კაშანი მოკვდა კონდა მაგისა შეიძლება ხო კაშანი ჰამედ რაღაცა კაშანი რო ქვია გონი და ოლივერ პოშოსია ვაფშე კაშანი ხო კარჩე ისა რა მაგარი კარჩე თუმე პოშო არის ძალიან მაგარი ძალიან მაგარი სხვათა შორის ამის იმას ვეძებდი ალტერნატივებს რომელიც გაძლებდა დიდხანს და ვიპოვე essential parfum-ის ვანილა რაღაც დამოვიწყდა რა ქვია divine vanilla მაგრამ ეგეც ცოტა ხანს ლებს და ეგ უფრო ცოტა ხანს ლებს და სიღრმეც ნაკლებია რა ქვია ხო მაგას გეუბნები რომ აი ეს ბევრად კაი სუნად დასხმის მომენტში გახსენდება რომ ჰეროდია რაღაცა ვანილი კრა ძიმე შავი ვანილია თითქოს მაგრამ თამბაქო მაგრამ აი ის აი ტივტივებს რა რაღაც ძალიან ზედაპირზე არის ხო ის გავსო კიდე მერსედესის ის რა არის Club Black ხო არა და აიგეთ Club Black უფრო ალტაირსაც ან ხო რა მაგრამ არა ის არა ეს არის მოკლედ ერთადერთი და განუმეორებელი აი მეც მაგას ვამბობ რომ არაფერი იდეაში პარფუმზე მარლი ახლა რაღაც გამორჩეული არომატებით ბოლო პერიოდში არ გამოირჩევა რა მე ახლა მაგალითად ბოლოს რო გამოვუშვეს ის რა ქვია პერსევსი გამოუშვეს პერსევსი ხო საფილოსფერე ბიჭო ანუ პერსევსი არაფერს უნამოში არ შემიშლება ანუ წარე ბითერ ორენჯ სუნი აქვს რაღაცა წარე ბიჭო ტერდერმეს აქვს გავსი ოჟივრე განსაკუთრებით აი უფრო წარე პორტოხალი რო მოაქვს და რაღაცა აი ძალიან გავს რა მაგრამ ძალიან კლასია აი კარლაილია კიდე ეგეთი რომ ეს კარლაილი რეტობაკოსაც გავს და იმასაც აი ლეიტონი არ გავს იდეაში არაფერს მაგრამ დნმ-ი არის გადახიჭილი დნმ-ი ხო აი ის არა ქვია მაგარ გოდოფინი ტუსკანეზერია და ის ლეიტონ ექსკლუზივი უფრო ის არა ეგ დნმ-იც გადახიჭილი არის დიხის რა ხალტანი მაგალითად ინიშიოს უთხრობ მაგრამ იდეაში პარფუმს და მარლი და ინიშიო ერთი ბრენდია რა კაი ერთი და იგივე ერთი იგივე კორპორაციის არის ხო მოკლედ ბასტო შენს წინ არის ისეთი სუნამოები რომელიც დიდი ალბათობით არ დაგიტესტავს და ვიცი რომ არ დაგიტესტავს და მოდი მინდა ყველაზე მეტად რაც გაინტერესებდა ამაზე შენი აზრი გითხრა ეს არის ჰიბისკუს მაჰაჯად ამის უფრო პოპულარული ვერსიაზე მოთრო არის უდმარაკუია არ მომეწონა ხო უდმარაკუიაზე აი ვახ როგორ აგიხსნათ არ ვიცი აი ქალის უნდა მოაჩემთვის უფრო გემინორი არის აშკარად მაგრამ აი ქალის უნდა რო დასვნა აი ხო არის რომ ქალის უნდა მოსეგრებებს და აი ქალის უნდა ყვავილები და რაღაცეები რომ მაგრამ ალბათ
10 ჯერ ღრმა არის ვიდრე ქალის უნამოები რა. კი. და სიღრმე სუნამს თავიდან ქალის უნამოებს და აგრძლა იყავე დიდ იმას თუ გააკეთებ, რა ვქო თავიდან ხო ქალი, მაგრამ აი რაღაცა ჩადის და მე კიდე რაღაცები ხდება რა. ანუ რავი, როგორც ქმნილება, ბევრად კარგი ქმნილება, ვიდრე უდმარაკუია. აი თუმცა უდმარაკუია, თლად ორიგინალური ქმნილება არ არის იმ კუთხით, რომ ეგდენამი ლუის სომბრენო მატჩია. ოღონდ ცოტა უხეშად არის აქ გათამაშებული ყველაფერი და ასეთი სტილი შეიძლება მოგეჩინოთ, რომ ძალიან ნაცნობია და ბევრჯერ გიგზნიათ, მაგრამ არა, აი დაისხით. ერთი კვირა მესხას ედისეთ და ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ძალიან ბევრი კომპლიმენტი იღებ თუ ფემინურის უნდა მოგასწრებ. ას დედა სპიცა ვარ ხალხო, დელინა მესხა პროსტა ექსპერიმენტს ვატარებდი, რომ აი ხო, სუბდოქს რო მესხადელდა. დედას ხალხის რეაქცია იყო უეჭმელი, აი ეგ არის აპროჩაი ვარ მაგაში, რომ ქალის უნამო თუ კაცს ასხია, უფრო მეტ კომპლიმენტს იღებს, ვიდრე კაცის რო ასხია რა, იმიტომ რომ რაღაც აი ხა ესეც რა. ბევრად გაბედული ნაბიჯი არის და პლუს არავინ ელის შენგან ქალურს უნამოს. ხო. ხო და აი დელინა მესხადა ძალიან ბევრი დადებითი რეაქცია მივიღე. და თუ მამაკაცი ხარ ისეთი, რომელიც თავდაჯერებულიც არის, მოკლედ და არ უშენდება რაღაც ფემინურ რაღაცებს. ხო, რა თქმა უნდა, მე უნდა რაღაც. ბევრად უფრო მამაკაცური შეიძლება ჩანდეს, აი ვარდისფერი პერანგი რომ ჩააცვა, ძალიან ისე მამაკაცი საყურეს რო გაუკეთო პირობითად, ისეთ შეიძლება ძალიან პირიქით უფრო მამაკაცურ ტიპად ჩამოყალიბდეს. 100%. იგივეა ქალურს უნამოებს, ამიტომ ჩემთვის ეს უნისექსი არის. ქალისკენ სუნი ქალისკენ აქ, მაგრამ აი უეჭველი დავისხავდი, აი უეჭმელი დავისხავდი, იმიტომ რომ ეხა მე უკვე აი გადავლახე ის ეტაპი თავიდან ხო არის რომ აი ჩელენჯინგს უნდა მოსვისხავ სახეზე გეტყობა რომ ჩელენჯინგს უნდა მოგასხია რა ნერვიულობ რა ახლა მე მომეწონა თან ბლაინდ ბაიტურა და ეგ გადავლახე რომ რაც უნდა დავისხა ამ დამუღამებადია ხო რა და ეს ძალიან კარგი ძალიან მაღალი ხარისხისაა რა აი ეგეთივე ესეც ის უნდა მოარი ქალისკენაც მიდეს არის ატომიკ როუზ ინიშიოსი აი ძალიან მაგარია ისიც რა ქვია psychedelic clouds ყვავილებია ეგეც მაგარია ანუ ყვავილებით კაცი ბევრად მეტ კომპლიმენტს იღებს რა მაგრამ თემა ისაა რომ აი ხა ჰეროდის სუცხოში რომ ჰეროდი შემოდის ხო ისწორდება ვიდრე რა მაგრამ ძალიან მაგარის უნდა მაგრად გამისწორდა თან აი ხო არის უნდა მოხდეს რომ მაგრა რო დასუნავ რომ აი ზოგს უნდა მაგრა რო დასუნავ ცოტა ესე ხან ისეთი არ ყოფილა ამას იმენა მაგრად დასუნავ აი იდეალური არის ფერიც აი ესეთი ფსუნია რა ფერიც აქვს რა ცინცხალი რაღაც ესეთი აი ჰიბისკუსი ჩაი მაგრამ მევასება ჰიბისკუსის ჩაი თუ დაყნოსილი გაქვთ ერთხელ მაინც აი უეჭველი იგზნოთ აქ სხვადასხვა BDK-ში როდესაც გრიშარნელი მან აი კარდამონის ჩაიც გასწული მაქვს აი კარდამონის ჩაის სურნელი ქონდა მე ჩაიზე არ ვიცი ბოდი ჩაის ხომ ღილის და მე ძილის ერთადერთი და გვირილის ჩაის ვაყოლებ ორივე ძილისა არ ძალიან კაია. აი ესეც ვარდი არ არის, ხა ესეც რომ ეს უნდა ეს უფრო მამაკაც მეტი ერთთან არის. ეს რომ ასხე ხომ ამაზეც მეუნები რა გასია. ეს რაბანას ვათხოვე, რაბანას უნდა ჩემთვის, იმიტომ რომ სანამ მე ათახმარებას დავიწყებდი ეს ვიყიდე იმასთან ერთად რა 10-იანი რომ მოყვება ხო იცი? ხო, თავიან ხო. ეგ რაბანას მეცა რაბანა ისხავდა ხოლმე და სანამ მე დავიწყე ამის დასხმა რაბანას ისხავდა ხოლმე და რაბან ან ჩემთვის რაბანას უნდა ასოცირდება. და თვითონ არ ასოცირდება თავის თავთან მაგრამ შემდეგ ის გაინტერესებდა ეს არის Ex-Nihil's Blue Talisman. ეს ვიცი ეს არის ეს კარგი სუნამო. ეს მაგარი სუნამოა რა. ეს არის ჩემს მაგაც უნდა და იმის რაღაცა ფრეშის ყიდვა უნდა და რაღაცის მაინც რა. კოჩ რაღაცის ყიდვა უნდა და ფრეშის მე ჯერ დავასყნოსინე გრინლი. გაგიჟდა მე სედლიზე ვაფშე გაგიჟდა და მე წავიყვანე რომ მეთქი არა პერსივალი არა. აი პერსივალი კიდე უფრო სხვა. წავიყვანე ზემოთ ავიყვანე და ეს დავაყრეს და ამაზე ვაფშე აი მოკლედ ესეც ეგეც უნდა მოარო თუ გევასებათ ფრეში და არა. აი კლასიკური ფრეში და ანუ კლასიკური მამაკაცი. ხო, ძალიან მაგარი თან არ გავს ყველაფერს. ხო, არა, განსხვავებობის ფაქტორი აქვს. ძალიან მაგარი. ძალიან აი ამით რო кайფობდი ეს პერიოდი სულ ეს მასხია რა. ძალიან მაგარი. ჩემთვის ერთ-ერთი ტოპ დონეზე აიწია გამოყენებადობით პროცესითაც და მოწონებითაც. ძალიან მაგარი სუნამო.
მართლა სიკლასია. ამის სიცოცხლე მაქვს. თან ისა რა ეთქვა იცი, ხო იცი მაგალ კონცენტრაციანი წვენები რო, ხო იცი წვენები რო, რამდენი ნატურალური წვენები და ხო იცი წყალ და მე მაგალ კონცენტრაციანი წვენები. აი ხილის აი მაგალ კონცენტრაციანი ის. ო ესეც მინდა ხელზე დავისმანა. აქ. ვაფშე სხვა არის კიდე. ბიჭო, ცოტა სიტყვა შემოდის ხელზე. ეს ტვინს წყნავს ხომ ეს სპირტი მენ თავიდან ყველა შეიძლება. კიდე ეხა უფრო აი აქ ხო არ მომგვდო. ქალის სუნა მოაწყო. აქ ვა ზუსტად ეგანსთან ხონდა მეც. რომ კი იდეაში ფემინურია, მაგრამ იმდენი რამე ხდება, რომ სრული უნისექსია. ძალიან კაი სუნა, ანუ ვაფშე სხვაგან მიდის ეხა ხელზე. ხელზე ვარდი თითქოს ჩაიწია ძალიან. ჩაიწია და რაღაც ხილოვანი კომპონენტები ამოიწია ზემოთ. აუ ხო არ გადავა. ეს არის ხო ეს სხვადასხვა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ამ ადამიანს. მე ზოგადად საჩუქარს ადამიანს უკეთებ მიყვარს ნაფიქრი საჩუქარი რა და არა აი ზედაპირულად რომ ხო რა. ნაფიქრი ნახე აი ჩემი სტიკერებია სხვადასხვა თან ეს მე ეს ჩემი ფოტოებია. გადაწყნოს რაღაცას და საჩუქრად თქმის და ერთ-ერთი არის ეგ ხო? კი. და ეს ძალიან მიხარ ეს არის პირველი ბოქსში ჩამოსხმული სუნამა. მომენტ ჩემ კოლექციას დაამშვენებს და ესეც არის ხო? კი, ეგეც არის. მოკლედ მეგობრებო, ვინც ამ ვიდეოს ნახავთ და მე შემხვდებით სამომავლოდ ქუჩაში თორედ რომ ეს მესხება. ეს უეჭველი მესხება. კი ბატონო. შენ გიყვარ ჩაის არომატები? კი. მოკლედ ვულონგ ჩა არის რომელსაც უმიზნებ და მაგრამ ტორინო 22 არის მატე რა ჩაი არ არის მატე ხა ჩაისისა ბიჭო რა კარგია ეს ეხა აი უფრო ვარდი ვაფშე აი აქ არა ვარდი გაქრა აი ვარდი ხრება აი აქ ვარდის სუნი ვაფშე არა აქ დაჟე ტკბილი სუნია აი ცოტა ხანში კიდე ვაფშე დაგიჟდება აუ რა კარგია აი ყოველ საათში ჩათვალე სხვადასხვა არომატი აქვს გეუბნები აი ეგ არა ზუსტად მაგას ვატრაკებ მთელი ცხოვრება მაგას ვატრაკებ იქ უნდა იყოს ხელები უნდა იყოს მეთქი რა ანუ შანსი არ არის ქაღალდიც და იმის სუნი ერთ და ანუ ეს სუნი და ხო ბლოტერი და ეს აი რადიკალურ სხვადასხვა რაღაცას ხმოსავ ჩა ამიტომ რომ მიხვალთ მაღაზიაში მიდით ორ მეგობართან ერთად თუ მიხვალ 1 2 3 4 5 6 კი და ახლა შეგიძლია და 8 ერთი ადამიანი 3-ზე 24 სუნამოს ატესტო შეგიძლიათ მეტის არ შეგიძლიათ ფურცელზე სუნამო არ დატესტოთ იმიტომ რომ საერთოდ სხვა სუნი აქვს რა მოკლედ ჩაის არომატებიდან ერთ-ერთმა კორეულმა ბრენდმა სამხრეთ კორეულმა აყონ ჩრდილოეთმა არ სამხრეთ კორეულმა ბრენდმა ლეპერსონამ გამომიგზავნა ასეთი სუნამო არჩეო რომელიც გინდაო ჩავხედე ფრაგრანტიკაზე მე რა ვიცი ახლა ეს რა ებია და 0.3 ავარჩე ნოტებით ყველაზე საინტერესო მომეჩვენა კიდე რაღაცები ქონდა და რაღაცა ბიზნული მითოლოგიის პათოსით არის შექმნილი ეს სუნამოები კორეელას მითოლოგია არა აქვს არა თავისი არ აქვს ჩვენ და ბიზნესში ჩვენ სხვა შევხვდით ქართული მითოლოგია ყაშმაფა არის ტყის მეფე რა მაგალითად ქართული მეგრული მითოლოგია ყაშმაფა და ოჩოკოჩი ხო და აი ეგეთი სუნამო ყაშმაფა და რაღაცა ისეთი აი ზუსტად მემოზე ვხედავ აქ როგორც ხედავ დატანი როგორც რაღაცა აქ კიდე კარგად არ ჩანს აი იბერიან ლედერ რაც აი რაღაც აი ეგეთი ნახატი რო კონდეს ყაშმაფა რო რაღაცა და მიცე ღმერთი რო მითოლოგიური ფიგურა არის სიტყვა ღმერთი და მაგნა წამოვიდა სიტყვა ღმერთი აი რა კაი ატომაიზერია აუ ძალიან მაგალ მევაცება კაროჩე რა ეს ცოტა ისეთი პიტენის გვირილი ჩაისკენ მიდის რაღაც ეგეთი რა ეხა დავაფასე ადრე არ ვაფასებდი რა ეხა დავაფასე ბუნებრივი სუნები რა აი ბუნებრივი სუნი რო აქ აი ბალახეული სუნი აქ ხო სიტყვაში ხო აი კარგ ზაფხულში რო აი მაგალითად სამეგრელოში რო ჩავდიოდი ხოლმე ბალახს ქონდა სუნი ხოლმე რა ანუ თენდებოდა ბალახ სუნიას დიოდა ხოლმე რო გატბებოდა რაღაც აი თან ცვარიანი იყო ეს ცვარი რო ორთქლდება მე ამ მიზეში ამოდოდა სუნი და აი ეგეთი ლამაზ მაგრად მევასება ეგ სუნი რა ბალახის
კარგია, approved რა. Вообще გაგონილი არ მქონდა ეგრენტოს თუ არც კორეელებს თუ უნდა მქონდათ არ ვიცოდი, მაგრამ მოკლედ ყველა მისწავლა. მოსკეთება ეგრე გამოდის. ეს რა არის ეს? არ ვიცი. რა აზრია? კორეიდან ვერ ჩამოვიდა. აი, შეიგნოსიზა, მაგრამ მივწერა კონკრეტულად. ჯორჯია თუ კორეა. მართლა არის ეგეთი რამე? არ ვიცი, ასე არა. მგონი იქიდან წამოვიდნენ, ხო ანუ ეს. ხო რა. გონდური ამერიკაში ჩავიტანო და მე ამერიკიდან გამოვში. არ ვიცი, შეიძლება 50-იანი ღირდეს $100-მდე, ალბათ. იქ კორეულ ვონებზე იყო. ნამდვილად კაი სუნია. მართლა კარგი სუნია. მართლა გეუბნებით, აი მე აი აგიხდით რა. რო ეთქვათ ვინმეს რო ეს არისო, მაგალითად ან X ნილიო არისო, ან ეს არისო, ან კრიველი Serjovs. არა, Serjovs კიდე უფრო სხვა. ხო, Serjovs-ო და სხვა მიცნობ, აი ძალიან ნიშული სუნია. აი ლელაბორო ერთხვა, ბაირედო. ძალიან მაგარია. ვაი ძალიან დამევასა. მე მგონი ალბათ იმიტომ რომ ჩაი მევასება ძალიან, ან ჩაის სუნი, ჩაის დალევარა, ჩაის სუნი მევასება ძალიან, მაგრამ ბიჭო, აი საბოლოო ჯამში ჩემი ჩევა ესაა, რომ საფხულს ძალიან უხდება ჩაის არომატი. ჩაი რო ამბობენ, ჩაი ასოცირდება ხნეობასთან, სიმხნევესთან, რომ მაგრამ ცხელად მაგ დროსაც ჩაის სვამენ, ანუ ცხელი ტემპერატურის გამოსვამენ, მაგრამ ჩაი მაგასთან ზაფხულში სვამენ. ხო, ზაფხულში, უფრო ზაფხულში ისმევა ჩაი რო რამე რა და ჩაი არის ძალიან მაგრა უხდება ზაფხულს რა. ჩაის არომატი არის როგორია, იცი რა, აი თან როსუნავი გაგარი და რაღაცას სიგრილეც აქვს და გამომხნეველი. ციტრუსი ხო არის ხა ციტრუსი არის რა. მიჩემული ყავ ციტრუსი, მაგრამ ჩაი ბევრად მაგარი როჟა არის. ჩემი ჩა ორივეს რეკომენდაცია ტოპ არომატია ნიშანდეს. ესეც ჟანრობრივად გავს, მაგრამ ეს უფრო აქ მოზამჩახლართული ამას საფხულში ნაკლებად დავიღო გაზაფხული გაზამთარი ყველაზე მეტად გაზაფხულს ხდება ვიდეო ჩაწერილი რომ ეგ გაზაფხულის სუნი ეს არის ეს საფხულის არის ხო იგისა აი ერთი რაღაცა რა ბედნიერი ვარ ეს რო ქონდეს ერთი 1000 ცალი რო ქონდეს ან 100,000 ცალი საჭმელი რო ქონდეს მაგდენი რო 100,000 ცალი გამიხილოთ პრობლემა არის ძალიან მისწორდება ეს მექნებოდა კიდე 7-ით ეგაა ცუდი რა ანუ ვიღაცას ვისაც ძალიან ჩათრევა იცის აი მართლა ისე იცის ჩათრევა რომ ანუ შეუძლებელი არ ჩაგითრიოს ანუ ჩაუთრეველი ადამიანი არ ვახსოვს სუნამო დაიწყო აი ვინც მაღაზიაში ვით შევყვა მუტაციაში და რამდენიმე სუნამოს დავაყნოსინე აი რამდენიმეს დავაყნოსინე უკვე მირეკავს რომ მივდივარ რა ვიყიდო მივდივარ და ბევრი აქვს უკვე ყველას ვინც შევიყვანე მაღაზიაში ანუ ის კი არა რომ რაღაც აი პროსტა ვინც შევიყვანე და უბრალოდ იმის გარდა რა ქვია აი სავაჟის გარდა რაღაცა სხვა ნიშურებზე გადაიყვანე ხო ეგ არა ეგოისტი პლატინუმ და ეგოისტი და მეთქო მაგრამ ეგოისტი კაი სუნამო ბევრად მევასება როგორც შენ პლატინუმი მევასება შენ პლასტიკურს ცოტა ისეთია მეტია ის რაღაცა დარიჩენი ხო აი მაგიტომ ის ეგოისტი ეგაა ჩემთვის ხო ანუ ხო აი ძველი ის ძალიან ისეთია ხო და ძალიან ჩათრევა იცის მეც ეგრე დავიწყე და რამდენი ადამიანი მწეს რომ აი შენს გამო პროსა ვიდეოს უყურებდი ინტერესის გამო და ის რა მიქენიო და ასე შემდეგ ხო მაგრამ სამაგეროდ კარგ სუნზე დავდივართ მე რა ბერი თან იმას გიღულებს რა რაღაცების მე ყო შენს უღრმავ აი მასტერშეფმა რაც უთნა საქართველოს ყველა რო ამუღამდა მე კერძების მე მასტერშეფმა დამაწყებინა საჭმლის კეთება და სახში სულ ვაკეთებ საჭმლის კეთებას რო ვიწყებ აი кайფო აც თან ეგრე სადმა ან დრო არ მაქვს კაროჩე რა საქმის აკეთებლად რა უნდა ვყნოსო ვარეს ერთეს უნდა მოვიდე საჭმელი ვაკეთო და მე საქმე ვიდეო ხო რა ვედი 1000 გავაწე ნაბნა მოდი აღნიშნოთ ვისკი გავაწე შეცვალოს სადარი სტუდია GG აბა რა ვისკი გავაძრო 1000 გამომწერზე ავედი მეგობრებო მომილოცეთ ვიღაცა დაწერა ყველა ვიდეო ნახე ამ არხზე 1045 ადამიანს გამარჯვება ხან გამოწერილი აქვს ჩემი არხი ჩვენ ეს ისტორიის დაბადება ხდება ფშიქ-ფშიქზე მეუბნებო ახალი ისტორია იწერება ამ არხზე აფასტო ავიდა ჩვენს თვალწინა ამ არხზე 600 გამოწერილი ტაქსში რა ჩადე 1000 გადაცდა ბევრი 1000 და გუში ვიდეო და გადაგება ძალიან ვიდეოს რა რომ დავწერე რომ მინდა რომ მალე გადავიღო ეგეთ ვიდეოა რომ მოკლედ ჩემი კონტენტი ეგეთი უნდა იყოს რომ პროსტა ადამიანი აი თანამოსაუბრევა ხო მარტო ვლაპარაკობ რა თქმა უნდა მაგრამ მეც
ერთად რო ვარ, მაშინაც მარტო ლაპარაკობ. ხო, მე შენ თავს ლაპარაკები და პროექციად ყავდა. ხო, და წამოდგენ ვინც უყურებს ის ადამიანი, ვისაც მოსმენა უყვარს რა, მაგ ადამიანთან დიალოგი მაქვს რა, პროსტა ვონთ მონოლოგის რეჟიმში და აი ეგ მალე უნდა გააკეთო. ეხლა მე რამდენჯერ უნდა ვუყურო თქვა რომ და გუშინდა რომ გადაგეულოდ განათებები ქონდა წაღებული მირიანის და ვისახ საკეთებს ეხლა ქოროცთავის საკეთებს ჩვენ მე ჰამაკიც აკე. ანუ ეგეთ რაღაც ვიყავ ყველა ცალსაკი არხლას აკეთებს და ჰამაკს მე საერთოდაც ვაკეთებთ რომ ყურე შემოსავალი გავაკეთოთ რა მიუხედავად იმისა რომ ჰამაკზე ყველა კომპანიასთან თანამშრომლობა ქონია მოუყვებოდა ყველაფერს საერთოდ არ ყოფილა რომ არა და რაღაცა მიუხედავად მაგისა ცოტა რთული საქმე გვქონდა არჩეული რომ პროდაქშენი ამდენი ტექნიკური ის მაინც რაღაცა მეტი გვინდოდა შემოსა. ამიტომ გავაგრძელებთ ჰამაკზე კონტენტის გაკეთებას და ცალკე არხებს გვექნება casual არხები რომელთაც რაღაც ჩვენს აი რაღაცის თქმა რომ მე მინდა და ქოროს არ უნდა ჰამაკი არ უნდა იყოს ჰამაკი ხო ხდება მე ჩემი სივრცე უნდა მქონდეს მაგიტო ზოგს გქონდა ჰამაკი დაიშლა მაგრამ ვერ დაიშლება ჰამაკი იმიტომ რომ ძმაკაცები ვართ ერთმანეთის ანუ ჩვენ სანამ არხი გავაკეთეთ მეგობრებო ერთი თვე ერთად ცხოვრობდით გადავედით სადღაც სახლი ვიქნავი და ერთი თვე ერთად ცხოვრობდით ანუ როგორც ჰამაკი როგორც პროექტი არ არის უფრო ის არის საზოგადოებრივი საძმაკაცო რომელსაც აქვს რაღაცა სათქმელი კი ხო მე ეგაა ჩვენი მუღამი რა და ძმაკაცები ვართ რა ანუ საერთოდ დაიშალა ვერ დაიშლა რა შეიძლება რაღაც პროექტი პირობითად გაჩერდა და რომელიღაც პროექტი მაგრამ დიდ რაღაც გამკეთებლები ვართ რომ დავშლით კი არა რომ დაიწყონ ხალხმა ჩვენი დაშლა ვერ დავშლით ჩვენ ერთად თავი ჩვენ თვითონ ხო ვერ საერთოდ არ დავიშლით ხო მესმის YouTube ლიგას თუ უნდა ველოდოთ კი სექტემბერში იქნება YouTube ლიგა სექტემბრამდე პროექტი გვექნება ძალიან მაგარი პროექტი დაწერეთ უკვე დავალაგეთ ახლა ჯერ არ მინდა საუბარი მაგაზე მაგრამ საფეხბურთო პროექტი იქნება YouTube ლიგის ჟანრი იქნება მაგრამ უფრო აი სიახლის ამბავში რა რომ გუშინ უყურებთ აკრას YouTube ლიგას რა ძალიან მომინატრა მაგრამ YouTube ლიგა ხა გეტყვი YouTube ლიგას ვერ ვაკეთებთ კიდე ადრე მაგიტო რომ დიდი პროექტია ხო ნუ და როგორ დაგიგმავ რაღაცა არასტაბილურ პერიოდში გრძელვადიან რაღაცის გაკეთება რთულია რა თან ჩვენ არ ვართ გულგრილები არაფრის მიმართ რო რამე რა ყველას მიმართ არა გულგრილები ვართ ამიტომ მე გაგვიჭირდებოდა რაღაც რომ მომხდარებ ამიტომ იმედებით და რაღაცეებით სექტემბერს გადავწყვეტ რომ გავაკეთოთ მაგარი სეზონი ძალიან იმიტომ რომ დიდი ხანი თუ შევაჩერეთ ეხლა მაგარი უნდა გაკეთდეს რა თქმა უნდა მაგრამ სანამ სექტემბერი მოვა YouTube ლიგობას ვერ იგრძნობს ადამიანი რაღაცები გეგმებში გამზადებულია უბრალოდ რაღაცა ჩვენ დროს ველოდებით იმიტომ რომ ესე რაღაცები გამზადებულია უკვე საქართველოს რაღაცები რო ხდება და ჩვენი არ გვინდა რომ ხო რა შევიყოთ და ჩვენ დროს ველოდებით რა ვთქვათ ხანმოკლე რა ერთი მიანი და თანაც ექნება უფრო საქველმოქმედო ხასიათი ექნება მაგას და არა ან შოუც იქნება მაგარ შოუს გავაკეთებთ და თან საქმესაც გავუკეთებთ ერს რა აი ხო ანუ ჰამაკი კვლავ განაგრძობს აუცილებლად ბევრი რაღაც გაკეთება გვინდა რა ეხლა თავარია ადამიანები დაერწმუნდნენ იმაში რომ ჩვენ რასაც ვიძახით და ლოგიკურია გაკეთებადიან ჩვენ რო ესაუბრებით ხოლმე სავარაუდო პარტნიორს ყველაფერი ლოგიკურად ეს და ხანდახან არის ხოლმე რომ აი too good to be true რა ძალიან მარტივად ხო არ იძახით და ბიჭო ძალიან მარტივად ვიძახი და რასაც ძალიან მარტივად ვიძახი ეგრე კეთდება ანუ არ ვარ ეგ ადამიანი კარგად ქონდა ერთი 3 წელი საფიქრებლად ქონდა არაფერი არ მიკეთებია აი ესე ვიწექი და ვფიქრობდი და ბევრ მაგიტო არის რომ ბევრ რაღაცაზე ხო იდეები კი რა ბევრ რაღაცაზე შემილია როგორ მუშაობს გავიგო რა და ერთ-ერთი რასაც მივხვდი ის არის რომ აი რაც შენ რჩევა მოგეცი ადრე რჩევა მოგეცი რა რომ ისაუბრეთ და რომ მკითხე რომ რას მირჩევო როგორც მე გაკეთებული მქონდა რაღაცა გადადგი ნაბიჯები რა ნაბიჯები გადადგი პროსტა ნაბიჯები გადადგი რა შენ ნუ რო გეგმავ რომ აი ხა 10 ნაბიჯი გიგდა მე-9-ზე რომ სავარაუდო პრობლემას ხედავ და მაგის გამო პირველ სარტგამ ხმესტერობა მკითხე რომ აი კამერა უნდა დავითხრე კარგი განათებები კარგი ეს ანუ არ მოდის თავიდან ხო ბახსოვს თავიდან დადე ვიდეო დარწმუნებული ვარ რომ ის ქონდა ხო რომ აი ვახ ხო რაღაცა მეთქი რა ჯერ ხო არ ვიჩქარე და ახლაც მაკდონეზე ვარ შეხედე ეხლა შენ საერთოდ კონტენტი გაქვს სამაგერო შენ არც მოგეწონება შენ შენ თავში რაც არის მაგის 20% რომ დადო ჩვენ მაყურებლებს ყველას გაგვისწორდება საბოლოო ჯამში ეგ გაიგე რომ შენ რაც თავში გაქვს მარტო შენ იცი
მარტო შენ იცი ეგა სხვა არავინ არ იცის და ვისაც მოუყევი შეიძლება იმათმა კიდევ უფრო მეტი იციან მაგრამ 100% მარტო შენ იცი და ჩვენ 0%-ზე ვართ აქეთში 100% და 20%-საც მიჟოშკავ მაქედან და არ მაძლევი 20%. მე 20%-დაც მაყოფილი ვარ 0-ს 20 ხო ბევრად ჯობია მაგას ვამბობ რომ შენ რომ მოხვედი მე შენი ყველა ვიდეო ნანახი მაქვს ანუ იმიტომ კი არა რომ გიცნობ და გავიცანი და პატივს ხცე მაგრამ იმიტომ აქ შენი ვიდეო ყველა მაინტერესებს რა ქართულად მინდა რომ ტიპი ბაზრობდეს გრძელზე დანელა აკეთებს ვიდეოებს, დანელა TikTok-ზე აკეთებს, YouTube-ზეც აკეთებს, მაგრამ ხა მაგალითად ეს ამბავი შენია, პოდკასტი, ის რომ მოყავს ბენი და ანუ ეგ YouTube კონტენტი მომწონს, არ მქონდა YouTube კონტენტი ეგეთი. მქონდა TikTok-ზე. ხო, მესმის. ხო ხტები? ანუ ყველა იმას პარფიუმ ინფლუენსერი თუ კონტენტ კრეატორს ვაფასებ მაგრად, ვინც რა თქმა უნდა ხო იცი ჩემი რედ ფლეგები მაქვს რაღაცები რომ ხო ხტები მაგ რედ ფლეგებს ვინც არ ცილდება ყველას ვაფასებ და ყველას ულაიქებ და გულშემატკივრობ და მაგრად მინდა რა რომ განვითარდეს ეს ამბავი და თან ყველაფერს თავი დავანებოთ მაგიტომაც არ გიყურებთ რომ მინდა რომ განვითარდეს იმის გამო არ გიყურებ რა რომ ბალეში ხო აი შენ მაინტერესებს რა ანუ მართლა ბალეშიკობის გამო შეიძლება ორ ვიდეოს უყურებ და ყველა დაგილაიქო ხო მაგრამ მე ყველას უყურებ რა რამე რა რომ ხდება ვიდეო უეჭველი უყურებ რა და ეს შენ კამერით გადაიღებ, მეც მობილურით ვიღებ. მიუხედავად იმისა, რომ 3 Black Magic-ი მაქვს 6-იკა. $25,000 აპარატურა მაქვს. მობილურით ვიღებ სახლში. სახლში, ჩემ სახლში და მე შევთვიზო ამონტაჟი. იმიტომ რომ გაიწელება ეგრე, მონტაჟი გაიწელება, ის გაიწელება და ადამიანი რომ ჩართავს YouTube-ს ჭამის დროს და რაღაცის ხო ხდები, არ ჭირდება რა. ჩემ მეუღლეს მაგას მიტრიალებს და მეუბნება რომ თუ ვისაც ევასები ვიც გიყურებს აი ამ კამერითაც გიყურებს და მე რო გავიგრო კამერის შეძენას უნდა მოყვეს რაღაცა კარგი ძლიერი კომპიუტერი შესამერე ძლიერ კომპიუტერს მოყვეს უნდა დახედო მონტაჟი ფერი ისინი დააყენო პრემიერი უნდა ისწავლო თუ არ მეთქი იყოს ეს ხო და ნელა რაღაცა საჭიროება რომ მოითხოვს ან რო გამოჩნდება მაგალითად თქვათ შენ გაიზრდები რა უეჭველი რა გაიზრდები და რო გაიზრდები სწორ დროს გაიზრდები ხა აი მაგალითად 10 წლის ბავშვს უნდა რომ 25 წლის იყოს ყველა 10 წლის ბავშვს უნდა მაგრამ ეგრევე 25 წლის რო გახადოთ დაიბნევო ვერაფერს ვერ გააკეთებს ანუ გააზრდა პერიოდები უნდა გაიაროს 11 წლის უნდა გახდეს 12 წლის უნდა გახდეს და 25 რო გახდება მარტო მაშინ იქნება მზად 25 წლის რო იყოს მაგის ზოგი მაგ დროსაც არა მზად ხო ხდები და ეგ არის რომ შენ კარგია რა ანუ ოკეია შეიძლება ეხა არ მოგწონ შეიძლება უკეთესი გინდა ის გინდა მაგრამ ჩვენ ვინმეს უნდა ხავს ვინმე კომენტარი დაუწერია რომ რა არის ძმაო საერთ YouTube-ზე hate საერთოდ და TikTok-ზე მოდის უფრო აბუჩა დაგდება მოდის ხოლმე რა აი მე ვიღაცა დამოაჟე რომ მემაჯვა ვიღაცა დამოშტერი ამოაჟი რა ბრენდია და ვიდეო ჩაუწერე ეს მაგრად მე რა ის ამოაჟი რა ბრენდია აბა რას უნდა მოსტიკოვი არის რაღაცა წარმოდგენილი ალბათ ის აქ როჟას ის რო არის ფარიშნიკოვი რაღაცა ის ისა არა რაღაცა როჟას 2-ის უნდა მოაწან $2000 როგორც ვიცი კი. არჩო. ნუ რა მნიშვნელობა რა ბრენდიც არ უნდა გქონდეს ამოაჟი. რა გაკითხარ? მიხარ. ხოდა თან იმაზე წერდა ფრედრიკ მალე არისო მაგარ ბრენდი. ფრედრიკ მალე? არ მაგარ ბრენდი პიონერი ბრენდი არის. რა სერჟულტანს და ფრედრიკ მალე იყო, ნუ პირველი ნიშური ბრენდები რა. ამ შენ თემაში, მაგრამ აი რა ფრედრიკ მალე არის. ამოაჟზე ხე, ზოგადად ნაფოტი შეიძლება დაინახო უდის, რომ სუნამოში ნაფოტი ეგდოს უდის ნამდვილი ნატურალური ტიპები რა ვიცი, ზეკლასი არის. აი აგერ მიდივს არც. ერთი რა ცისკნა ამოაჟი მაქვს, აი მანდარი ნამდვილი უდი და მირონი და საკო ყველაფერი ისეთი ბალზამური. თეთრია. ერთი ისე და 24 საათი რო გიწლებს. ხო, მოკლედ კიდე მინდა დატესტო ერთია რომ ეს დატესტილი გაქვს? სანქტი. კი, სანქტი. ეს სანქტისაც აქვს. ისა ეს აი საკმაოდ სპონტი. აბა ეს ნახე. ამას იდეაში ამის ყველაზე მაგარს უნდა მომისკით რა, ჩემი გაზრით. აი მოდი გამოვიცნობ. გამოიწვა. ყველაზე მაგარი არა, შეიძლება ყველაზე მაგარი არა, მაგრამ შენ რო გივასება? მე მევასება იცი რატო? 1-3 თუ 1-2 მაგრამ არ იძლებს? 1-2. 1-2. იმენა happiness in a bottle. ესე მართლა გეუბნები, ზაფხულის შრომაში როგორც აი ეს მომწონს. ისიც ვაფშე სხვა სუნი აქვს, რაღაცას მახსენებს, არ ვიცი, რაღაცა კავშირი ტვინში, რაღაცა ნეირონს იმას მიშვება და მაგრამ მევასება. ვაფშე ეს ბრენდი მევასება. ძალიან ბიუჯეტურია ნიშნულების პოლუბაზეს თან 120 მილilitrიც მოგივათ კარგასად. არა, ახალ ადგილს.
იცი როგორ ისუნი აქ? მირონი არა კიდეში, მაგრამ მაგას ვხსნობ. მე გეტყვი რა ვხსნობ? არ ვიცი რა ვხსნობ. ვანილს ვხსნობ, მაგრამ ამბრას ვანილს. ამბრა არის ნატურალური ინგრედიენტი არ არის, ამბრა არის ვანილის და იმის რა ქვია, ლაბდანუმის კომბინაცია. ну ვანილის არა, კაი სუნი აქვს. ძალიან კაი სუნი აქვს. მაგარი სუნი აქვს, კაი სუნი აქვს რა. პროსტა ის აქვს რა, მაინც მართლა გითხრა. აი მას გავს. პარდონს გავს. პარდონს გავს? შეძბობას მიცვა. ცოტა. ანუ ჟანრობრივად კი, ოღონდ მე შოკოლადი რო ამოაკლეს, წარე შოკოლადი. ხო, რამე აი პარდონის უმცროსი ძმა შეიძლება იყოს, რომელსაც 10 ჯერ არ მოუკლავს. რაღაცა ის ნასომატოსის ნახე გაქვს? კი, ნასომატოს კი, გოლწელის დოკუმენტური ბლამაჟზე. ბლამაჟი ვიცი ასასტი, ბლამაჟი ნიშნავს აი შეცდომას. ხო, ბლამაჟზე აქვს დოკუმენტური როგორ იქმნებოდა ბლამაჟი. ბლამაჟი იცი ის ისონი აქვს? იმისი რა ქვია. ხეები ხო აწერია, სულ ხეები, მარტო ხეები აწერია. ხე და ტყავი. ვერც ერთს ვერ გძნობ, ვერც ხეს, ვერც ტყავს, გძნობ. აი ოდნავ დაჩირებული ციტრუსის და ხის, ოღონდ ციტრუსის, ოღონდ ხასხასა ციტრუსი არის საუბარი რა, ანუ დამბალი დაჩირებული, ძალიან ტკბილი ლიმნის რაღაცები და ხეებს რა. ერთმანეთში რომ ანჯრო, აი ექსუნი ამოდის. ტყავი რაღაცა ის ნატურალური ხე. ვაფშე. აუ მე ტყავს ხსნობ ოღონდ ძალიან შარპს ისეთ ჭრელს. ვაფშე ვერა. ანუ ჩემთვის ტყავი რომელიც აი ტყავი ტვინში გიჯდება რაღაცა ხუნად რა. ტყავი დაჯდა ჩემთვის ომბრელედერის ტყავი. ანუ აი ტყავი რა. აი ის ტყავი, აი დაჟე ის რო არის რა ქვია. სუედ რა ვიცი ლექსუედ. გონი რა ქვია იმას თვითონ ქართულად რა ქვია. ველვეტი. ზამში. ხო, ზამში. აი ზამში თუ ზამში უფრო ამგვარებ ტყავს ვიდრე ზოგ ტყავის ტყავს. მესმის. ანუ ჩემთვის აი სუედე საფრან არის, ესეთი ისა რა ქვია. ნიშანეს უნამო არის. ტყავი არა აქვს. ესე სუედი, მაგრამ ტყავის ჩემთვის ეგ უფრო ტყავია ვიდრე რა ვიცი. ბევრი ტყავი. მაგალითად ბლამაში. ბლამაში რა ის ტყავი მე ვერ გძნობ. ათი ფარენჰაიტში უზნობ ტყავს. ვერა? ფარენჰაიტი ჩემთვის ინდა ადრე დარეგისტრირდა ქართულში სუნადრო ჩაჩაგიბეჭ და რაღაც ვაფშე ანუ ვერაფერს ვერ ვზნობ გარდა ფარენჰაიტის სუნისა თვითონ თლიანად სუნს ვზნობ ხო შეუძლებელია ოღონდ აი ქრო იქნა სადღაც ეგრევე ფარენჰაიტი პორტრეიელს ამბობენ ამ ვაჟის პორტრეიელი გავსო ფარენჰაიტსო და აი გემს ხო არა სტატისტიკა მაგრამ არაფერი ვერ მიპოვე მეორე სუნამოდი დაჟე ფარენჰაიტ პარფუმი რო არის პატარა აუ ეს ვაფშე სხვა ამის გარდა ეს სუნი არაფერს არ აქვს. არა, მე ვეძებდი ამის იმას ალტერნატივას მივყვართ ეგეთ ფსებნა და ამომიგო Mercedes-ის Le Parfum-ი თუ რა. ეგეც ამბობენ, მაგრამ არ გავს. გატესტები არ გავს. აი რომ ბენზინის სუნი რო ამოიღო, თო ეგეთი არის, მაგრამ ბენზინის სუნი თუ ამოიღე აღარ არის. ბენზინის სუნი თუ ამოიღე, სხვა სუნამო ვაფშე. წინა იმათ ვიდეოში ბენის მოიწონა ყოველთვის მეტად და ეს სუნამო. ძალიან კაი სუნამო. ძალიან კაი, ხო? მართლა აი ვერაფერს დაუწინდა. აი ცოტა დაუწ რაღაცას დაუწინდა. აი ოდნავ. აი სუდნავ. აი ძალიან ოდნავ 2%. არის მომჟავო დემო. აი აღონთ როგორ მომჟავო იცი? ის მომჟავო კი არა, კაი ხასხას მომჟავე, ანუ აი ცუდად რო გიტყოს. ამჟავებული უფრო. ოღონდ აი ძალიან ოდნავ, აი აქ თუ ჩასუნდა, მაგრამ რო გასხია შეუძლებელია ეს წარმოიღოს. სამი ინგრედიენტითაა, ხო? ანუ სამი აკორდის აქვს, ხო? კარამელი, ტონკა და ქლიავი. ვიცი, ამათ იციან, კაროჩე, როგორ მოაწენან სუნამო. პუჩი არის, ანუ ესპანური ბრენდია. ეს ფლობს ამას. კიდე ფლობს იმას კაროლინა ჰერერას აი ზუსტად ეგრევე კაროლინა ჰერერის თქმა მინდოდა პაკორა ბანს მილიონიც ეგეთი ზუსტად აი ისეთი რა ანუ ტკბილი რაღაცა მარტივად მაგარი აი ძალიან მაგარი სუნამო კი მაგრამ ხო რა
კაი არის რა. აი ამით დავიწყე. აი ზამთარში დამწყები ცხვირისთვის იდეალური სუნამოებია. ყველა იგენი აი გოლწიები და რაღაცეები რა დამწყების სუნამოები. აბა მე ხა ორ რაღაცას დაგატესტენებ. ეს იდეაში stronger with you გავს. ხარლაჯია ორი. და აბა ხარლაჯი შენ ძმაკაცები ხო? ჩემი ძმაკაცები მიგზავნიან სუნამოებს რატო არა ცოტა. შეიძლება სწორად ისე რა, ინვიქტუსის სისტემა. დაჟე ეს უფრო ისა. Stronger with you აქ ძალიან შორს, აი თქო stronger with-ზე დააშენეს ინვიქტუსი დიდად არ ვარ ინვიქტუსის მომხმარებელი სუნიც ეგრე კარგად არის, მაგრამ გეტყვი რა დააშენეს თუ გინდა. რაღაცა fresh სუნამო. ანუ დააშენეს, არ ვიცი. Stronger with you აი ქვემოთ იგრძნობა, მაგრამ ზემოდან არის მოყრილი არომატიკები რა. ციტრუსები, აკვატიკები და რაღაცები. მაგრამ აი სუნი აქვს. მართლა კაი სუნი აქვს. დაჟე ეხა მატყუებს თვითონ ხავლაჟი კიდე. ხავლაჟი. ეგ მატყუებს, მაგრამ როგორც სუნამო რა ვიცი, რა დავუწუნო ვერ ხვდები. 100 აი შეხედე, ანუ აქ ხო დავუწუნე 2%-იც ამჟღავნული. ამას არა აქ ეგა. აი სუნამო. ასე აი სუნამოა რა, ისეთ სუნამოა რა. ანუ აი ზუსტად გვერდზე რომ დაეთო საპარსიგელი. საპარსიგელი. უცებ რა მარტივად ბრიტვა, ერთი სუნამო უნდა ისახოცი, ქვემოთ ფეხსაცმელი, სკეიტბორდი და რაღაცები რომ მოყვება ვაუჩერი იმის. აბა ეს ნახე. ეს ფერზე უკვე კაფე ლატე. ვიცი რა. ყავა. არა არის პარფიუმერიაში შენ. ძალიან ჩახუთული ყავა. ანუ აი როგორ რაღაცა იცი, აი ვარიანტი არა. ყავა, ანუ შეუძლებელია სხვა რაღაცაში გადაურიო და ყავა დაიკარგოს. იმენა ყავა, ყავა. ანუ აი ხო არის რომ ვანილს რო გადაურე ვანილიანი, მაგალითად ლიმონი, ან ვანილიანი რაღაცა. აი ყავა არის ყავა და მერე ანუ აი ზუსტად ეგრე ვხედავ რა. აი ხო ხედავ რა. აი მაგალითად ნიშანი ანი. ხედავ როგორც ლიმნის ნამცხვარს. გემრიელ ტკბილ ლიმნის ნამცხვარს. და აი მაგალითად ყავაც რო კონდეს, მაგრამ დავინახავდი ყავას, ცალკე და ეს ნამცხვარს დევს. ანუ გადარეული არაფერში არა, ცალკე ყავა და გვერდზე რაც უდევს არის დანარჩენი ინგრედიენტები. ბიჭო, ქილიანი დატესტელი გაქვს Black Phantom. კი, მან ეგრე გზნო? ბიჭო, აი მან ყავის სუნს არა. მან ყავის სუნს გზნო. არა ყავის სუნი. მან დაიწყო შეიძლება ყავის არომატია ხო, ოდნავ. მაგრამ ამას ახლა ეგ სახელშიც ყავა. ყავა არა. და ყავა არ მევას. აი ყაჰვასაც არა, აი ყაჰვა რო არის. ყაჰვასაც არა, ოდნავ თავიდან აქ. აი ვერ ხვდები მაგას რო ვისხავ, ეგ არის ტკბილი, ეგეც ნამცხვრის და რაღაცის სუნი. ნამცხვრისაც არ ნამცხვარს კიდე ის. კარამელის რაღაც ხო, აი საკაიფო სუნი აქვს ძალიან ეს რა ქვია? ლატაფა. ხამრა ყავა. ამას იმენა ყავის სუნი. ამას დაჟე რომელი ყავის სუნი? კიდე ყავის კამფეტები რო იყო, ხო იცი? აუ, ვიცი, ძროხა რო ეხატა. ხო, და ზემოდან რო პლასმასი იყო და შიგნით რო სითხესავ რაღაცა. ხო. იმენა მაგის სუნი აქვს და სუნამოდ ანუ რა ვიცი. არასდროს მოგიდება ამის დასმა. ხო. არა, ჩემთვის სუნამო ყავა. აბა მოდი ეს ნახოთ. Black Afghano თუ აქ დატესტილი. კი. აბა ეს სამდე წააგოს, ჩემთვის აღარ წააგოს. არა? ბიჭო, აი ამას აქ აი გალწიერი სუნია ხოლმე. თქო რომ აუ. როგორ არა წააგოს? არა, უფრო ლაითი წააგოს. ერჩე, რა მოგვიდა გეტყვი რა. ჩემ ძმაკაც ვაჩუქეთ ბერგამასკი რა, უნდა რა და მოაყოლეს იქიდან ლარომიდან მოაყოლეს სემპლები ოღონდ იმისი რა ნასომატოს სემპლები ხო იცი როგორია ტაბლეტივით რაღაცაში დევს რა ანუ ესეთ სემპლები კი არ არის როგორ სემპლები ეცე ტაბლეტი არის აი ტაბლეტი რაშიც დევს ხო იცი წამლები ესეთი ოთხკუთხედი მოჭრი ზუსტად იგივე ისაა და ესეთი ამომბრელი რაცა მან და სითხე ვიცი შევაზე ერთი ის ან როგორც გახსნა ხო არ ვიცოდით და კარჩე Black Afghano იყო ის იყო რა ქვია იმას ფარაუნდა არა ბიჭო აი სადონასო ეხლა ხო მახსენდება ოჩე ისეთიც Black Afghano რო გავასხი ეგ მახსოვს კარგად რომ ხელებზე გადამესხა მე და მე მქონდა ეგ და ჩემ ძმაკაცის პატარა ძმას კაროჩე ესე შევასხით სადონასო და ტიპი ჯერ ყარდა აუ იმენა ის სუნი ეგ სადონასოს კლუბის ტუალეტის არის ტუალეტის სუნი აი პლასტმასი რაღაცა იქ რაღაცა აშხურებს და ფსელია ერთად არეული
აუ იმენა ყველაზე ცუდი სუნია რაც მიგრძნია მართლა გეუბნებით რა ეგ ვანილი ვანილი იმენა ჩვეულებრივი ნატყნაურები ტუალეტის სუნი არის რა აი საშინელება იცი რომ ისეთი ცუდი სუნია რომ ტიპს ხო მივასხით ხო იჯდა ჩერ ცუდად გახდა ყველა ხო ცუდად ვართ ანუ არ ვახმოვდებით ეს უბრალოდ არის სვამ და ის ცუდად გახდა წავიდა მოკვდა დაიცალა იმენა ტიპმა ანუ დაიცალა ანუ გული აერია ძალიან ცუდად გახდა წავიდა დაიძინა და ჩვენს მაიკა იყო გადავაგდეთ ის ანუ ყველაფერი გაუშვით და დილას თურმე ჩვენ დავიშალეთ გაეღვიძა და იქ ხო ეგდო და ეს გაახერა და ეს სუნი მიუვიდა და ადგა კიდე გული არის და მოიცაი რაღაცა ეგ აი ხარო დასმო გული არ აგერევა მაგრამ აი თვალზე რომ დასმო და ტიპ გული აერია ხო აი შენს ახსენდება მე იმას იგი რაც რამაც გული აურია ის რომ აი მე ვერდღეს ვარაყი გახსენდება ხო ის დასმო აი ეგ რომ დაინახა წავიდა დილასაც აწია აი ეგეთი უცნაურად აი თითებზე მქონდა და მეორე დღეს მეც აი წამივლიდა ხოლმე საკაი ჩაივიდა თან ეგრევე აი ესე ვიყავ მეთქრის მართლა გეუბნება აი წარმოგიდგენ როგორ გეტყვი როგორ ტუალეტი ქვემოთ არის ანუ თესლი ტუალეტია ცუდი ტუალეტია აი ქვემოთ არის ესეთი ჭადრაკისებრი კაფელი დაგებული შავი ისინია პისუარებია შავი პრიალა პისუარებია ოღონდ არის ბერლინში არის ან ბარსელონაში ეგ ტუალეტი სადაც შეიძლება შედიან და აი ცოტა პრეზერვატივის სუნია რეზინის რაღაცა ასკავს რაღაც ხო აი იმენა ბორდელის სუნია ეგეთი რეაქცია არ წევა რომ მოგვაროსნო ერთადერთი უნდა მოსმქონდა ეს არის ეტატ ლიბრე დორანჟ სეკრეშენს მაგნიფიკ ამათი სადა აი ამ ბრენდის ხო აი ამ ბრენდის მაგაზე გეუბნები მაგათ ჩიგაა თქო ხო მართლა კარში სუნელი როგორ არის რო აგიღწერო აი გაცხი რო გადააფურთხო ოღონ აი ცუდად რო გადააფურთხო აი ოხშიბარი რო გადააფურთხო და რო ხო იმასაც აქვს ფურთხის იმასაც რო წამოადუღო რა აი ცხლა ის სუპად რო მოგიტანოს ვინო აი მიდი მიირთვი ეს არის დღეს კი აი ეგეთი სუნი ქონდა თან კანზე არ იმას პირველი შემთხვევა იყო შევედი ლარომში აი ეს უნდა მაინტერესებდა არა ძალიან ცუდრევები ქონდა ხო და კონსულტანტმა მითხრა გთხოვთ ეგ არ გაასხათო რა მაგრამ ბუდიქში მითხრა და ბლუტერს მაინც დავტესტები და ბლუტერზეც ისე ყარდა ისეთ საზღარს თავიდან მithოხო ციტრუსა რაღაც ალდეჰიდები რაღაც იხსნება და 2 წუთის მერე აი მაგრამ ფურთხის აი ცხელი ფურთხის ასოციაცია მივიდოდა ჩემთან ეგ რა არის ეს არის მარტივი არაფერი არა იცით ეს შეშეული ჟასმინი და პამპაკარი ისეთი ცუდია ეს ჰემინგუეი არის კაზანოვა 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 მაინტერესებდა კიდევ მე თვითონ შენ კი არ მონახები იმ DCI რომ მითხარი შენ მაგის ვაიბი აქვს ის ბევრად ის ის ძალიან ის რა კარგის რაც რო გადის რა მაგარი ხდება დიდასწუფიცა რაც რო გადის მუქდება სითხე ნაქსოსივით ემართება აუ რა გემრიელი რა მაგარი როგორი თავიდან არ იგრძნობოდა კარგი ეხლა როგორი საკითხი და აუ ძალიან მაგარი სუნა MDC არის ინვაზიონ ბარბარეს ექვია ერთი პერიოდი გავჭედან ბარბერშოპ სენტებზე რა ბარბერშოპ სენტი ანუ ლავანდა ვანილი და ისა რა ქვია ის რა ტონკას ჩირი რა ქვია იმას რა შეძახიან კიდე მეორენაირად ეძახიან იმ სუნამს რა ფიუჟერები ხო ფიუჟერები რა ფენსი სუნი რაღაც სცენარის სუნი იცი რომელიც დინარებთან არის ხო ჩემ სამეგრელოში ეგრე ახლა რომ დინარებთან რაღაცა ესეთი სცენარია რაღაც და მაგის სუნიც აუ ძალიან მაგარი სუნა მაგრამ იმას რა ქვია ბიჭო ტონკას ჩირს ტონკაბინი აი ეგ უნდა ჭოლონდა იყოს ну короче там монт მე ხო და აი ესეც უნდა ზახ მეც ერთ პერიოდი მინუტა რაღაც ჩამომივიდა კიდე ფიუშერონი შაპო ეს ფუჟერია ეს ფიუშერია ძალიან კაი სუნია on citrus თაფლია რა ხა მას აი მენა ნაქსოსის სუნია აუ ხო არა ხა გავახსენდა აი კიფის ვიზარდ რომ ნაქსოსის სუნი ქონდა იმენა ნაქსოსის სუნია ნაქსოსზე კარგი სუნია ჩემი ნაქსოსი გავაკეთე იმენდანაც ძალიან ტკბილი კაროჩ გეტყვი რა თაფლი არისო ძალიან ოვერლი ტკბილი იყო ანუ ძალიან ტკბილი ანუ დიაბეტი მემართებოდა მსუნავდე და წარე და ლავანდა იყო რომელიც აი თაფლს სახეს აძლევდა რა და აქ უფრო იგივე ანუ აქ თაფლი შეიძლება არც არის
არა ნაქსოსის სუნი აქვს და უფრო თამამად ამობენ რომ ლავანდა არის რამე რა. არა ეს კაი სუნა ნაქსოს გავს, ოღონდ ოდნავ გავს რა. დაან არ გავს, მაგრამ კარგად. ხო არა, თიუჟერული ნაქსოსია. რაღაცები. არა, კაი ეს რა, კაი სუნა მოდის. ძალიან კაი. დამესწორდა. კაი ბატონო. აი შემდეგი ერთ საგატესტინებ ეს არის სუპერ ბუდაპეშტი. ჩემი მეორე ძმაკაცი. ჩემი ახლო ძმაკაცი არ არის, ერთი ახლო ძმაკაცი ორი შევაგინოთ. არა. ახლო ძმაკაცი რომელიც ყოს კიდე მყავს რამდენი. არა ეს ხო დავსვი. კაი სუნა. რატომ მომწონს ახლა ეს სუნა? ამ სუნამ მაძლევს იმას რაც ხონცა აფრიკან ლედერმა. რომელცა გეტყვი რა, საინტერესოა. მართობს, მაინტერესებს, მომწონს. კარგი, მე მაგრად დამევას. არ ველოდებოდი. შეიძლება სუნით ბევრი სხვა სუნა მოჯობს, როგორც სუნით, მაგრამ საინტერესო რაღაცა ძალიან დავისხავდი. ძალიან ბევრი. ეხაც დავისხავ მაგალითად, მაინტერესებს კანზე როგორი. მაგრამ კანზეც ბიჭო ეგ მუღამის აქ ეგეც ბევრჯერ იცვლება და რა თქმა კარგად აქედანო კარგად იგრძნობა სულ. ანუ არ ჭირდება რა. ორა კაი სათო ინზინი. ბრენდი მე მომწონს, ვიძეც მომწონს. დაგეს ეს. 100 როღირს 50-ია. მეტი არ აქვს 50-ს მაგრამ. ნორმალური ნიშნული ფასია. მაგა მისწორდა ძალიან. ძლიერიც არის 12 საათი. ხო, ანუ ეხლა რომ ხედავ, აი ვაფშე იმენა. აი ცოტა დაკრავს. ფირის რაღაც. ოდნა. ძალიან. მარა იმდენად იმებში აი ტონკა აქვს. ტონკა კოკოსი აქვს რა. ტონკა აქვს რა, კოკოსი აქვს. აი კოკოსი დიდად არ მომდის. ოცხვიში ხო იცი რაღაცა რო გრჩება, ანუ გრძნობ მოლეკულები კი არა ნაწილაკები, როგორც ჩემ ცხვრში ახაც. მე რა ჩაკჭა. აუ არა, ზამე, რა ვიცი. ნუ. ჩემ მოიტანეთ საქართველოში ბევრი მომხმარებელი იყო და ძალიან კარგი ეს კი. ნახდათ. გასაკვირად კაია. არ ველოდებოდი. ანუ ყველაფერი რაც მინდა სუნამოს რო ქონდეს აქ არის ინდივიდუალური, არის გამორჩეული, არის საინტერესო ღრმა, ძლებს, რა ვიცი, ნიშა. ფასიც ახლა ისეთი არა. მეტი არაფერი არ მჭირდება სუნამოსგან. ყველაფერი აქ ხარ, მაგრამ სუნად მაგალითად ესეც მიჩვენია. აფრიკანიც ძალიან დამოს. აფრიკანი კიდე უნდა დავისხო. სადაც თითზე ხო შეიძლება. ახო. ბას დუბაიში როდის მიდიხარ? აღარ ვიცი. აი ამოვჭერ თამაში. წავა, გინდა? ოახ ბიჭო, აიგრევე ვარ თქვენ ამაზე, იცი? იქაც ხო გითხარი? მე შაფრანის მოჩი ალბათ? არ ვიცი, მე თავიდან ვარ თქვენ და მე გადის ვარ. ეს უნისექსია ძალიან. ძალიან უნისექსია. აფრიკანი? მეც ეგრე მოყურებ. აი ამ ბრენჩი. ანუ როგორი რაღაცა ეს გადახრაც არა აქეთ იქით რა იმენა უნისექსია. ეხა ფიქრობ რომელი პროგრამის წვრდა. ეს. რომელი ეს? აი ახლა ცოტა ხანი გავიდეს აქ ეს ვარდი არა მაგამდე მაშინ მოდი ვილაპარაკოთ შენ გეგმებზე შენ ახალ არხთან დაკავშირებით ანუ ფორმატი ერთი ვიდეოთი ბევრი შესაძლებელი ვერ იქნება შეიძლება ესე როგორც მითხარი საუბრის ფორმატი იქნება და ეგეთი გაზიარებების შეფიქრების მაგრამ რამე კონტენტის ამოტებას ფორმატი როგორ იქნება გეტყვი ჩემი მიზანი რა რას ვაკეთებ საბოლოო აი სიტყვაზე უკვე ბრახდა რაღაც 50000 გამოწერზე ახვედი რაღაც მოკლე პერიოდში და მე რა ხდება მე მინდა შევყრა საბოლოო მუღამის მაკრო კომუნიტი შევქმნა რომელიც მე მაგ იდეოლოგია რაღაცა დამოკიდებულება მაგ რაღაცა აზრები მაგ რაღაცასთან დაკავშირებით და მინდა ამ აზრს ვინც ეთანხმება ვინც ვისაც სიამოვნებს ვინც ეგეთია ეგ ადამიანები ერთ მაგ ადამიანებს ერთ სივრცეში მოაქციო
და ვისაც ეგ მაგ ერთ სივრცეში მოვაქცევ, მე რაც არ უნდა გავაკეთო, ჩემი გემოვნებით, მაგათ ყველას გავუსწორდება. შეიძლება ვლოგი გავაკეთო, შეიძლება ლაივი გავაკეთო, ანუ ბევრი რაღაცის გაკეთება შემიძლია რა და რომ რამე გავაკეთებ კიდეც რა. პროსტა ეხა ჯერჯერობით ეგ მაქვს, რომ საუბარი მინდა. რაღაცა საუბარი მინდა რაღაცებთან აზრზე და აი მაგალითად TikTok რეაქციები, რომ TikTok რეაქციები რაღაცა ვიდეო რო შემხვდება და რომ მომეწონება. ძალიან რომ მომეწონება. მაგას მიმახსოვრებ ყველა ვიდეოს, რომ მე ვიდეოში ამოვიყონ და ვაყურებინო ადამიანებს, ვისაც მაგალითად არ უნახავთ. ეს ვიდეო გამორჩათ. მაგრამ ჩემ გემოვნებაში მაგრა ჯდება, კომენტარსაც გავუკეთებ ესეც როგორც საჭიროა თქვა, როგორცაც ვფიქრობ. და იმ ადამიანს ეს ვიდეო ჩემგან მივცემ რა. ანუ კაი ვიდეოა რაღაცები, ძალიან საინტერესო რაღაცებია და აი ეგეთი რაღაცები მინდა რომ ჩემი გემოვნების და ჩემი იგული ანუ ჩემი სტილის ადამიანებისთვის ვაკეთო საქმე ესე. ანუ ეს საქმე ვაკეთო რა. ეგ მაქვს მუღამად იქნება უცებ ვლოგები აუცილებლად მინდა რომ სადღაც რომ წავალთ იქ რაღაცა როგორი დამოკიდებულებაც შევიდე ხა თქვათ რაღაც მაფიის სივრცის გახსნა არის იქ მე არ მქონდა არხი არ წამიღე მაგრამ გავხსნით დილობენ რომ ყველას კარგად ვიცნობ ყველას კარგად აი პირადად ვიცნობ ყველას და შემიძლია რომ ადამიანს ისეთი კითხვა დაუსვა ისეთ რაღაცა უთხრა რომ მაგალითად სხვამ ვერ დაუსვას კითხვა და ვერ უთხრას იმიტომ რომ მარტო მე ვიცი მაგრამ ისეთ ეხლა შავ საიდუმლოს არ გამოუქეკავ მაგრამ ისეც რომ სხვა სტილში ჩემ არხზე იქნება რომ მარტო მე რაც შემიძლია რომ დავანახო იმას ვიზდა მაგრამ ეხლა ისეთ რაღაცის გაკეთება არ მინდა ანუ მერჩენდაიზერი მინდა ვიყო უნიკალური რამის რა და არა ისიც ყველა არის მერჩენდაიზერი რამე რა საჭმელს თუ განვიხილავ ისე როგორც არავინ არ განიხილავს თქვა შეიძლება ისე მაგრა როგორც არავინ არ განიხილავს კი არა ისეთ ჟანრში როგორც არავინ არ განიხილავს თუ რაღაცა სუნამოზე გავაკეთებ აუცილებლად ისეთ რაღაცას გავაკეთებ რომ მაგალითად შენ რასაც აკეთებ ის არის იგივე არ იყოს ჩემიც რა ხო ხვდები რა სწავლობ რა ანუ ეგრე ვფიქრობ რა ანუ ჩემ რაც მევასება ის ოღონდ ჩემ როგორც მევასება ისე რა აი სუნამოების თემატიკის ვიდეოებს უნდა ველოდეთ არ ვიცი თუ აი ხა მაგალითად სუნამოების თემატიკის ვიდეოები აი როგორ აი რა უნდა გავაკეთო შეხედე რომ რამე შეიძლება ჩართვა გავაკეთო სუნამოზე ხო ცალკე ვიდეო ხა არც შენზე დიდი კოლექცია მაქვს რომ რამე ისევ ამბობ რა ხა შენ აქ ხარ და ბარემ შენზე ვილაპარაკი არც შენზე დიდი კოლექცია მაქვს არც შენზე დიდი კომპეტენცია მაქვს ერთადერთი რაც შემიძლია რომ გავაკეთო აი შეიძლება ვიდეოში ვიღაცამ კომენტარი დამიწეროს რომ რას მირჩევ და ვიდეოში მიპასუხ რას ურჩევ და ცოტა სლად განვიხილო რო ავდგე და ჩამოვაწყო ესე ვთქვა ჩემი სუნამოები ვრცელიც არ ექნება მაგრამ თუ ჩამოვაწყობ ისტორია შეიძლება გავაკეთო მაგალითად ვიდეო სუნამოს თუ გავაკეთო აი YouTube რომელი YouTuberi რომელი სუნამოა შეიძლება თქვა მაგალითად ხო ხვდები და აღწერო სადაც ჩემი სიტყვების ანუ რავალფეროვანი ესე რომ თქვათ რა სიტყვების ხო რა რატომ მარტო ბაგაჟი მოდის ახლა გონებაში სიტყვების მარაგი ხო სიტყვების მარაგი გამოვიყენო რა ანუ რაც ჩემგანაა საინტერესო ანუ ეგეთი რაღაცა გავაკეთო მაგის თქმა მინდა რა ანუ ესე კონკრეტულად არ ვიცი რას გავაკეთებ მაგრამ ბევრ რამეს გავაკეთებ მაგალითად მინდა რომ იყო ადამიანი რომელიც კარგად გავაგებინო ადამიანებს რომ ნაბიჯების გადადგმა არის მნიშვნელოვანი ვთქვა ჩემ მაგალითზე მინდა ვიყო წარმატებული იმიტომ რომ მე აუხსნა ყველას რომ სხვისი მიხედვით ნუცხოვრობენ ანუ მე ავდექი დედა ჩემი არის კასტინგის მენეჯერი ეკამჟავანაძე და ჩემს აი ყველას ყველაფრის თითქმის ყველაფრის კასტინგზე გაკეთებ და ერთ პერიოდი ხა ბევრი არიან მაგრამ რაღაც პერიოდი ეგ აიყო ყველაფრის ახლა იქაც რომ წავიდნენ ის რო გადაიგას ექსტრაქშენი რო გადაიგას ის რომ ეგეც ეკას კასტინგი არის ანუ შემეძლო გავხდები მსახიობი შეიძლება აი მაგარი ნიჭიერი არ არის სამსახიობო ამბავში მაგრამ მაგ რა მაგის ქონდა მაგის შესაძლებლობა რომ მე მუშაობა ოსტატობას დავამუღამებდი და გავხდებოდი მსახიობი არც მსახიობი არ გავხდი ჩინური ვისწავლე არც უნივერსიტეტს არ დავამთავრე რომ რამე ჩემ პონჩი რაღაცა ჩემი სურვილი და ჩემი ნუ შენი ხედვები ხო ჩემი ხედვები აი ესე როგორც აი არ არსებობს ჩემი პროფესია ვინ ვარ პროფესიით არ ვარ პროფესიით არავინ და შემილია რომ ვიყო პროფესიით შემილია ვიყო ძალიან წარმატებული პროფესიით არავინ და ვინც ფიქრობს რომ აიმე მე რაღაცა ის არ მაქვს დიპლომი რაღაც არ მაქვს მაგათთვის მინდა რომ გავაკეთო რომ აი ეს ადამიანი ჩვეულებრივი ადამიანი ვინც თავის სახლში ზის რაღაცა იმასთან რაღაცას აკეთებს
მაგას თუ შეუძლია რომ წარმატებული იყოს და ბევრი რაღაც გააკეთოს და აი მაგალითად ძალიან რომ საერთაშორისო დონეზე გავაკეთო რაღაცა, ყველას შეგიძლიათ. მე არანაირი განსაკუთრებული ნიჭი არ მაქვს რა. უბრალოდ ფიქრობ და ვცდილობ რომ სწორი ვიყო საკუთარ თავთან. მაგაში ვერ დაგეთანხმები ალბათ რომ რაღაც მაგას კეთებასაც და რაღაცა მოყვები რა. რაღაცა შეიძლება უკეთესად რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ ყველა რაღაცას უკეთესად აკეთებს. ყველას რაღაც იპოვოს და არ არსება ეს კონკრეტული კი არის რაღაცა სია პროფესიის იურისტი, ექიმი რაღაცა, მაგრამ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომ ეგ პროფესიები ერთ-ერთი არ არის ყველა პროფესიის სია არ არსებობს რა. როგორც მე არ მაქვს ახლა სახელი პროფესიით ვინ ვარ, ახლა იუთუბერი შეიძლება დამარქო, მაგრამ 1000 გამომწერი მყავს. ჰამაკი რომ მქონდა რა, ვაფშე არ ვჩვენე თითქმის ამაკზე რა, უკან ვიყავი. რა YouTube პროექტ მენეჯერი, რა პროექტ მენეჯერი მე თვითონ თამაშობ. ანუ ხო ხვდები, არ არსებობს ჩემი პროფესია და ეგრე შეიძლება ადამიანი დაიკარგოს და ვიღაცას უყუროს და ის ექიმი, აი შეიძლება მშობელმაც უთხრას, რომ ნახე, შეხედე ის იურისტია, ის ექიმია, ხედე შენ ასაკეთებ. შენ ეგ მაგან არ უნდა დათრგუნოს ადამიანი. შეიძლება ოფიციალურად ეს მართალია, მართალია ის იურისტი ეს მან. ხო, შენ არეძები არ ლიყებს რომელსაც მიუკრავ შენთან. ხო, რა შენ შეგიძლია ადამიანი უბრალოდ რაც გამოგდის, კარგად რაც მოგწონს, მაგით ბედნიერი კარგად იცხოვრო. და მაგის გაკეთება მინდა რომ ეგ ადამიანები ვინც დაკარგულები არიან და აი ესე დათრგუნულები არიან და აი რამდენიმე სხვადასხვა მიზეზების გამო უთხრა რომ არა ძმაო რა, ანუ ჩვეულებრივად შეგიძლია რა, აგერ მე არც ერთი შესაძლებლობა რომელიც მომეცა აი რაც მომეცა აი და ჩემი რო კასტინგ მენეჯერის მსახიობი რო არის და იქ რო ანუ ეგენი რა არ გამოვიყენე. იმიტომ რომ დიდად გული არ მიმიწევდა. მაგრამ მაბლად მარტივი იქნებოდა ცხოვრება ჩემთვის. აი ჩინური სწავლა რო გამეგრძელებინა თავისუფალ უნივერსიტეტში ფოტოები ეკიდა, ჩემი მე-11 კლასში ვიყავ. არ მქონდა დამთავრებული სკოლა და მე-12 კლასში სანამ გადავედი გამიშვეს სტიპენდია და ჩინეთის რესპუბლიკა მიხვდა ფულს რომ იქ გვესწავლა რამდენიმე და ანუ კარგად იმას ვქენით, მაგრამ იქაც რო ჩავედი რაღაცა გული გართობისკენ უფრო წამივიდა გული ვიდრე იმისკენ გაქვია და მიუხედავად იმისა რომ თითქოს ჩემი ცხოვრება ესე უკვე გაწერილი იყო ეს ჩინური სისტემის ჩამოამერი აქ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარებ საერთაშორისო ურთიერთობებზე აზრი აფრიკის განხრით მე იქ რაღაც საელჩოში ის თითქოს გაწერილი იყო რომ კარგი კარიერა მქონდა ჩამოვედი და ეგეც რავი 3 წელი ჩინურს ვსწავლობდი ეგეც აი ვაფშე მაგის მერე ჩინურად სიტყვა არ მithქვამს მაგის მერე წავიწავდი მათემატიკა მეთქი მათემატიკა მივას მათემატიკის სწავლა ბიზნესში ჩავაბარე ბიზნესის მივხვდი რა ის ბიზნესი და წამოვედი მაქედანაც რა ბიზნესი ჩემთვის საბორებო ისეთ ხალხს სწორდებოდა რომელმაც არ იცოდა რა უნდა გამოსულიყო ყველა ბიზნეს ადმინისტრაციას კავკასიის უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერსიტეტი ყველაზე რთულია სწავლა იქ რა კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესზე ჩაბარებ გასწავლიან ყველაფერს ანუ ვაფშე ყველაფერს გასწავლიან ისტორია ინგლისური ერთი ფრანგული დედასვიცა ვარ ეკონომიკა ფინანსები მარკეტინგი ვაფშე ყველაფერს გასწავლიან კალკულუსი მათემატიკა ხო აი ყველაფერს გასწავლიან ვაფშე რა მაგრამ რავი რა იქ შენ რო გამოხვალ იქ თუ არ იცი რა გინდა ცხოვრებაში პროსტა გეცოდინება რაღაცა ხა ის გადავაბარო რა ხა დროში დამაბრუნო უკანო ვერც დავამტკიცებ მოვლიდან ვარო ანუ კი მობილურები არიან როგორ მეკითხა არ ვიცი როგორ აი აზრი არა ვარ ეს როგორ ანათებს არ ვიცი როგორ გამიკეთე აბა მაჩვენე როგორ ხო ვერ დავამტკიცებ რა მოვლიდან ხო შეიძლება რაღაცები ნანახი გაიგო რაღაც მაგრამ თუ არ იცი რაში უნდა გამოიყენო ეგ ცოდნა აზრი არა აქვს რა და პირველი ეგ მინდა რომ უფრო მნიშვნელოვანი იცოდე რა გინდა ვიდრე რაღაცეები იცოდე და მაგ ვიცოდე რა მინდათი, მინდა რომ წარმატებული გავხდე და გავაგებინო ადამიანებს რომ შენ თუ იცი რა გინდა, გზას ყოველთვის იპოვი რა. აი მან ჩაგიკითხები ახლა ნახე ხო მართლია რომ შენი პერსპექტივით ეგ მარტივად ჩანს, იმიტომ რომ შენ ხარ საზოგადოებისთვის მარტივად მისაღები ფიგურა. დღეის მონაცემებით ეგრე არის, მაგრამ სანამ მარტივად მისაღები ფიგურა გავხდებოდი, ვინ ვაფშე არ ანუ რაც ხალხის სიყვარული ხალხა ვიცი ულები ან რაოდენობით ჩათვალე ყველასთვის ასრული სტუმარი ხარ YouTube-ზე რა ვიცი ყველაზე შეიძლება საჩვადე იყო ხო მაგრამ შეხედე მაგრამ შენთვის უფრო ბევრი კარი ღია არის ამ კუთხით ეგ კარი მე თავიდანვე ღია დამხვდა ანუ მე არ ვამბობ რომ YouTube არის მარტო საქმე ზოგი შეიძლება ვერ YouTube-ზე ვაფშე ვერაფერი ვერ ქნას. მაგრამ არის მე გამომრებ რა გინდა უნდა იცოდე. მე უბრალოდ ეს გზა ავირჩიე. და ეს გზა ავირჩიე და 0-დან დავიწყე. იმენა 0-დან დავიწყე. მე და მირიანი და ნიკა რო შევიკრიბეთ ერთად. ქონდა გატეხილი iPhone 7. გატეხილი iPhone 7 რომელიც კარტა არიდებოდა. Wi-Fi თუ არ ქონდა ვიდეოს ვერ დებდი. ანუ მაგ მობილურით დავიწყე. ერთადერთი მობილური და 3 ადამიანი.
ეგრე დავიწყე. ანუ არაფერი არ მქონდა, ვაფშე არაფერი არ მქონდა. რა პროსტო იდეა მქონდა და რაღაცები გადავიჭერ. მე სესხი გავაკეთე. არაფერი შემოსული მქონდა, სესხი გავაკეთეთ და ვიყიდეთ კამერა, გიმბალი და მიკროფონი, რომელიც გამოყენებაც არც ერთმა არ ვიცოდით. აზრზე არ ვიყავთ, მე ხო ყა, ხო მე ხოს 4 ვიყავით თავიდან რა. მე ანუ 4 ძმაკაცი რა, პლატოელი, 4 ტიპი, რომელიც სამ სხვა კორპუსში ცხოვრობთ. რომ გადავძახებდი 3-ვეს ესმოდა. ხო და ავი მობილური TikTok-ების გადაღება დავიწყეთ, რაღაცეები გვქენით, ეს გვქენით. ყველამ თავის ნიჭი იპოვა, მე ხოს რაღაცა სხვა ის ქონდა, მირო სხვა ქონდა, ნიკა სხვა ქონდა, მე სხვა მქონდა. ყველამ თავის გზა იპოვეთ რაღაცა. ხო მე ოთახი გვერქვა რა, ესეთი ოთახი იყო ჩვენი ამბავი რა TikTok-ზე. რავი 150-ს გამომწერავით ეგრევე. ოღონდ აი გატეხილი იყო YouTube-ზე შემოსვლა არ მახსოვს, აი რატომ ხარ შემცნობიერის ის რომ აი სულ არსებობდეს, მაგრამ აი არ ხო, ეხა გეტყვი როგორ მე წავიდა ეგ რომ ვიდეოები რო გადავ დაევასა რამდენიმე ადამიანს დაევასა, მაგრამ ნესვი მოვიდა ჩვენთან რომ რაღაცა გავაკეთოთ ერთად ჩიპოსაც ეგრე გააკეთეთ და მოვიდა ადამიანი რომელსაც გითხრა რომ კარგი ვიდეოები გაქვთ და თქვენი გააკეთეთო არქივო, მოგცა დაფინანსება. ანუ ეს დაფინანსება იმ არც კაკიას ვიცნობდი, მე და არც იმ ადამიანს ვინც დაფინანსება მოცა, წარმოდგენა არ მქონდა. უბრალოდ ჩვენ თვითონ ვაკეთე 1 წელი ერთადერთი შემოსავალი რაც ჰქონდა 1 წელი, რავი, კვირაში 5 ვიდეოს ვდებდით. 1 წელი შემოსავალი ჰქონდა გადაკარის არაყი. 6 შოთი. ანუ ერთადერთი ბარტი რაც მივიღეთ, ანუ სარეკლამო შეთავაზება 100.000 გამომწერზე ტიპებმა იყო ის რა გადაკარის არაყი ჭაჭას აკეთებდნენ, ესე იყიდნენ იმაში. ერთ ბოთლებში პატარა სანამ ბოთლ გაბერავ ხო, როგორც 40 მილიონს მაგაში და მაგის რეკლამა გავაკეთეთ. მე მოვიდა USA to Georgia იყო პირველი ვინც პული გადაგვიხა და მეორე წელი იყო ეგ უკვე. მეორე წელს მივიღეთ და 3 ვიყავით წარმოიდგინე. და თვეში 300 ლარი გამოგვიდოდა კაცს. თვეში. მე რო პირველად მაგალითად, მე რო ჩვენო YouTube ლიგა გავაკეთე. შემოგვინა ეს YouTube ლიგა გააკეთე და YouTube ლიგა გავაკეთე ბრმად. სპონსორიც არ ყავდა. არც ერთი სპონსორი არ ყავდა. და ყველაზე რთული 3 წლის წინ წარმოიდგინე მეთქი ვინ შეიძლება დაასპონსოროს საპრიზო ფონდი ხომ მაინც ხონდეს ამდენი YouTuber-ს ვათამაშებ და მერიაში წავედი და მერიაზე დამცინეს რომ კაიო მერიამ რანაირად უნდა დაგიფინოს YouTube პროექტიო და აღუწერეთ ისე რაღაცა და სტადიონის ანუ რაღაცა ფული მერიამ მოგცა და ეგრე ჩატარდა და რო ჩატარების პროცესში გაიჩნდა სპონსორი ევროპოპიც. თორე არ ვიცოდი როგორ ანუ ეს გადავდგი ნაბიჯერ პროსტა რა. თორე არ YouTube ლიგა რანაირად ჩატარებული. ანუ მოკლედ კონსისტენსის რაღაც ბიჭო ხო რა ანუ გეუბნები მაგალითად ხამაკი რო გავაკეთეთ როგორც კი პირველი სპონსორი გაშენდა ტახტარი იყო ჩვენ პირველი სპონსორი ზუსტად მაგას პლუს 500 ლარი გვიჟდებოდა ქირა სტუდიის სამ მაინც მინუსზე მუშაობდა ხო ძალიან დიდი ხანი მე ლიგა რო გავაკეთე პლუსზე გადავედი ეხლა რაღაცები მოხდა ისე მინუსს წავედით იმიტომ რომ ეს სიტუაციაა დღეს თორე რო რამე და ჯერ 5%-იც არ გაკეთებული ის გაკეთებაც მინდა ანუ მაგის თქმა მინდა. ანუ შენ რო გონია ხარ, აი მიღებული, რა ის მიღებული, მე რო YouTube-ზე პირველად გავიჩითე, არავის არ ვევასებოდი ეგრე. იმიტომ რომ ბევრს ლაპარაკობ, ანუ ისე ვაკეთებდო თითქოს დიდი ხანი, ანუ თავხედი ვიყავი. ხო, თავხედურად, აი მაგალითად, ეხლა კონკრეტულად არა, მაგრამ მაგალითად მომყავს, რა მე და კალავზი ვართ, გიორგი კალავზი. ჩემი ძალიან კარგი მეგობარი. კალავსთან ეგრე მეგობრობ რა, დიდი ხანია მეგობრობ და შეჩემაც მაქვს და ყველაფერი, მაგრამ ეხლა YouTube-მა რა იცის მე რა მაქვს ამასთან. და კალავს ლაპარაკს არ ვასწრდი, თქვათ ისევ ამ რაღაც საკითხში, არ ვევასებოდი რა სასწაულს, იმიტომ რომ ეს ვინაა, ეს ახალი გამოჩეკილი, რაში მაინტერესებს, რას ფიქრობ. არ ვევასებოდი რა. მაგრამ არ მაინტერესებს მე ხარ არ ვევასები რა ვქნა, ხარ მე არ ვიყო არა, მე გონია რომ ეს გამომივა. და გავიდა დრო და მე გახდა ეგ ყველაფერი თუ ეგრე არ არის რა მე კარგად ვიცი ჩემი ისტორია როგორ წამოვედი და ანუ არანაირი ის არ მქონია რა რაღაცა ისეთი რა ანუ პრე რაღაცა სამ მომზადებული რა ბაბუა ჩემს არ დაუტოვებია ჩემთვის ის რა ქვია სტუდია ანდერძად რა არაფერი არ დაუტოვებია ვიყავთ მიროს და ნიკას ოთახში სადაც იყო აი აქ რო რაც კადრში ჩანს მაგხელა ზუსტად მაგხელა ოთახი და საწოლი იდგა და შკაფი წარმოიდგინე და მანდ დავიწყეთ ეხლა და მაგის თქმა მინდა რომ ეს თითქოს ეხლა რო ლაპარაკობ ამას ამის ლაპარაკი მინდა ოღონდ ეხლა კი არ მინდა ამის ლაპარაკი მინდა რომ ეს 5% მაქვს მეთქი გაკეთებ რომ გავაკეთებ რაღაცებს მე ვთქვა რომ ეხლა რო ლაპარაკობ ეხლა ჯერ ვინ ვარ მაგას რო ლაპარაკობ ჯერ არ ვარ მისული იქამდე აი რომ მივალ მე მექნება უფლება რომ ვილაპარაკო თამამად
და მანდ მივდივარ მე რომ თამამად ვილაპარაკო რა რომ იცოდეთ რა გინდა და გადადგით ნაბიჯები პროსტა რა იმიტომ რომ რა ვიცი ერთხელ რაზე ეგ კარგი ისაა რომ მე-9 ნაბიჯზე რა პრობლემას ხდება პირველს რო არ დგავ რა სანამ შეიძლება მე-9-მდე მივხვდე ის პრობლემა ვაფშე გაქრეს აღარც არსებობდეს დღის წესრიგში სამყაროში პრობლემა შენ წინასწარ რატო იმასშვები ან და თუ მე-9-ში გაგიტო 8 ნაბიჯი გადადგმული გაქვს უკვე და 8 ნაბიჯი გადადგმული გაქვს მე დავშეს თუ გინდა 0-დან დაგეტო ნაბიჯების გადადგმა კიდევ უფრო მარტო ეხლა მაგალითად აი ხარხი რო გავაკეთე მე ხო გადადგმული მაქვს რაღაც ნაბიჯები ხა მისული ხარ რაღაც ხო რაღაც მარტივად დგავ ამ ნაბიჯებს თავიდან გასავლელი გზა უკვე ეხლა შენც რო ეს არხი წაგაშალო და თავიდან დაიწყო ბევრად მარტივად გადახვალ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მე მაგალითად 10 მაგალითად შენ 6 მაგ 6 ძალიან მარტივად გადადგა და მე 7-საც და 8-საც და ასე შემდეგ რა ხო მიხდი ახლა რასაც ამბობ ანუ ყველა ადამიანს მოკლედ კი რა შედეგი გამოაქვს რა კი არ ვიცი შენ შეგიძლია მაგის მაგალითად იყოს ძალიან თავისუფლად და გააქვს მაგის მე ნახე მე ასეთი ისა მაქვს რომ ერთ სფეროში ძალიან დიდხანს არ ჩერდებოდი ხოლმე რა თავი ბავშვობაში აი ჭადრაკსაც თამაშობდი მე მუშაობის საწყება რომ და კლინიკაში ვიყავი ანამნეზებს მიმოშვებოდი მე რაღაც ფსიქოლოგიაზე ჩავაბარე მე რაღაც კომპიუტერებში მუშაობდი PlayStation-ები რო ჩამერთო მე რაღაც კლუბში DJ-იც ყოფილი ვარ და DJ-ის მე გავხდი მასწავლებელი ჭადრაკის ერთ-ერთ სკოლაში. აი მე ტურისტულში მუშაობდი, ორგან მუშაობდი და აი კაჩა ისეთი რაღაც ვერ დავდი რა რაღაც ზონამდე მივედი, მაგრამ როცა ვამუღამებდი რომ passion აი ხო აი არცი არ იყო შემი რა ვაფშე სამსახური იყო რა უნდა ადგილავა გაზრდა სადაც არ დაიზარდოს მე არ ვარ ჩემი არ არის დამოკიდებული ეს ყველაფერი აი კარგ შედეგები შეიძლება დამედო რაღაც კონკრეტულ საკითხებში მაგრამ აი მე ეგის არ მანიჭებდა უკვე რაღაც სიამოვნებას ვიღაც რო ეთქვა რომ აი რა კარგად გამოგდის ეგ საქმე რა მაგარი ხარ რა აი არ იყო ეგ ჩემს კომპლიმენტი რა და ბოლოს ნუ გადავწყვეტე რომ მეთქე ორივე სამსახური კარგად ბრძანდებოდეთ და რაღაცა აი აქ ვიპოვე ის რისკეთებაც მინდა. ხო, მაგრამ ყურე ხასიათები არის რა, ეხა ისე გეტყვი რა, შეხედესა ქართველებს გვაქვს უფრო მეტად ჩემი მინდა იყოს. აი მაგალითად ჩინეთში როგორ არის იცი? ოღონდ მაგის პასუხისგებლობა არ იყოს არაფერი. ეხა შეიძლება თქვი რომ არ გაკმაყოფილებდა რომ გაქებდნენ სამსახურში, მაგეტორენ ჩინელები fast worker-ები ხო იცი? ანუ აი ამ რაღაცა შტერობასაც რაც მაგალითად პასპორტზე იმის დარტყმა არის, რა ქვია, ბეჭდის დარტყმა არის. ისე ინტერესით და competitive აღიქვამენ რომ მაგით ამხეცებენ ეგრე მაგრამ ეს ქართველი ამაზე რომ მუშაობს არ ფიქრობს არასდროს რომ ესა მაგის საქმე. ანუ ხო და მაგას ვამბობ რომ ზოგი ადამიანისთვის შენასაც ამბობ არ არის აუცილებელი ანუ შენ თუ გონია მეგობა რომ მან დრო შენ გინდა რომ კარგი თანამშრომელი იყო მაგას უნდა მიაწვე არ არის აუცილებელი რომ ანუ ის იყო შენი გქონდეს ანუ მაგას ვამბობ რომ შენ უნდა იყო შენ თავში მუღამი და რა მუღამიც არ უნდა იყოს მიაწვე თუ რა თქმა უნდა სხვის დაზიანება არ არის ეს მუღამი ან რაღაცის დაზიანება რაც შენებაზე არის და პროგრესი არის რა თქმა უნდა მაგას ვამბობ და ეგ თემა არის ხა შენც ეგ შეგილია ანუ ყურე წარმოიდგინე ეხლა შეაც ვილაპარაკეთ რაზეც ეხლა არ ვიტყვი მაგრამ რაზეც გვისაუბრია მაგალითად ის რომ რაღაცას გაკეთება გინდა და მეორე რომ ვიღაცა მოდის მო რაღაცაზე ვილაპარაკ ხო აი ორივე გარე და თვალიდან რამხელა ნაბიჯია იცი აი შეიძლება არც კი დაიჯერონ. აი შენ ხო ფიქრობ რომ ეს მეთქარ რომ ისი რა მარტივია, ჩვეულება დამდენჯდება თქვა და ის იცი ჩამოდის და ევასება YouTube. ანუ ეგ შენ იცი ეგრე რო არის. მაგრამ შენ ახლა რომ გადმოსახედა რომ მიყურებ რომ შენ მისაღები ხარ რაღაცა ანუ ხო მე ან გარეთა თვალიდან შეიძლება სხვის პერსპექტივა შეიძლება ბოაღ ნეტა ეგ შენ ვიყო ვიღაცა ერთი 10 კაცმა იფიქრეს რომ ნეტა ვაი მე ნეტა ფშიფში ანუ ხო აი ნეტა ეგ გააკეთებს მაგრამ რომ შენ რომ ჯერ შენ ფიქრობ რომ ეს იმის 5%-ს არ არის გინდა იყო ხო აი ვაფშე ხო ხტები კი მე ხა მესმის ეგ თვით კრიტიკული განწყობას რომ აი 5%-იც არ არის რაც მინდა არა და რაღაცა უკვე საზოგადოებაში რაღაც წონა გააქვს მაგრამ ამ წონამდე შენ დიდ გზა გაიარე ხო და კაია ესე იგი სწორი ადამიანი არის ხო სწორად ყველაფერი რომ მას განვითარება უნდა და 95% უნდა რომ გაზარდოს ეს ყველაფერი ესე იგი სწორი ადამიანია ადამიანიც ამითადავს რომ ესაა მე ამის მეც არ გავაკეთებ ეგ არასწორი ტიპი არის არასწორ სფეროში აი ახლაც რო უყურებ ჩემი ვიდეოებს აი მეთქე აქ ცოტა ესე გამეწია ეს კამერა რაღაც აი აქ რო კამერა მქონოდა ახლა რაღაც სონის კამერა ურა კაი გამოვიდო ისო ცოტა გამეწია ჩამებულო რაღაც ეგეთები თუ მოთხოვნა თუ იქნება ალბათ გექნება რა მოთხოვნა რომ გაჩნდეს ახლა და გითხრას რომ აუ გეხვეწებ კამერით გადაიღეო მეორე დღეს იყიდი კამერა კი აი მე ესე რო უყურებ რომ ჯერ მაგას რა მე არ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რა დაჟე ცოტა მღლის ხოლმე კიდე ერთი კითხვა მქონდა
ძალიან მაგარი პროექტები ქონდათ ამაც ბიჭებს. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი იყო რომ ველოდებოდი გიორგი. კი, ეგეთი იმორი. ეგ ადრე იყო რა. ხო, ადრე იყო, მაგრამ ეგეც პარადოქსული იყო. კიდევ ამბობდით რომ მეთქი დადგმულია თქო და გვიმტკიცებდნენ რომ არ არისო დადგმული. მე მიმტკიცებდნენ ჩემ რეჟისორს მიმტკიცებდნენ რომ დადგმული არ არისო. ანუ ტიპები კომენტარებში აი ეგ ამბავი აიწია მარგულაშვილი რო ყავდათ, ხო? მარგულაშვილი ყავდა ერთი ადამიანი არ მახსოვს ვინ იყო, მაგრამ ისეთი ტიპი იყო, ხო, ეს ბლოგერები რო არიან და ბევრი გამომწერი რო ყოფდა, ბევრი რაღაცა სოწერენ და ბევრი გამოხმაურა 100 ლაიქი. აი ეგეთ ბლოგერმა გადააზიარა და ნახე რა უქნეს მარგულაშვილს მოტყუებით მიიყვანესო. და მეთქი კომენტარში დავწერე რომ რა დარწმუნებული ხარ მეთქი, რასაც ლაპარაკობ მეთქი დარწმუნებული ხარ, სრულად დარწმუნებული ვარ. და მე დავწერე კომენტარი რომ მეთქი მაგინის რეჟისორი ვარ მეთქი მაგადაცემს. ორი იდენტური ვიდეო მაქვს მეთქი რა. ანუ ერთ და იგივე ორი დუბლი ჩაწერილი იდენტური. წარმოიდგინე, ანუ ორი იდენტური ვიდეო მაქვს რომ კითხვას მოსაც ხო იმას პასუხობს. ორი იდენტური ვიდეო მაქვს. ეხლა წარმოიდგინე, რამდენ რაღაცაში ხარ დარწმუნებული მეთქი ცხოვრებაში და რამდენ რაღაცაში ხარ არასწორი მეთქი. ანუ მაგაზე აბა გაიაზრე მეთქი. აი ესე დარწმუნებული რამდენ რაღაცაში ხარ. და ხოლმე რო გონია და სხვაებიც რო შეცდომაში შეკროს. შეცდომაში და წაშალა თქვენ პოსტი, ეგრევე წაშალა. ხო და აი სანამ ვიღაცა საკადრის პასუხს არ გაგცემს იქამდე ცოტა ხრი. ხო და ქოროს ქოროს ჩვენ გვინდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ქორო არის გიორგი არის ქორო, მე ვარ ვაჟა. გიორგი არ ვარ. ქორო მე რაც არ უნდა მინდოდეს, ქოროს თუ არ აქვს ხალისი, რომ თხოვოთ. ჩემი ძმაკაცები ვართ ხო პირველ რიგში გითხარით რა. ეხა იქ რომ ძმა ბიზნესი რო თავუწყო არა ეგრე კი. ძმაკაცები ვართ. ქოროს ოდნავ მაინც რომ ანუ მაგათ ჩვენო ძალიან გვინდოდეს ძალიან გვინდოდეს ქორო გააკეთებს, იმიტომ რომ ჯიგარია და მაგრამ როცა შეაძლოთ რომ ქოროს არ უნდა თქვენ. რა თქმა უნდა, ეხა ვიცი რომ თრგუნავს. აი ხა მიუხედავად რომ მაგრამ იმას მაგარი რაღაც იყო რა YouTube-ზე შემოვიდე ეგრევე და წარმოიდგინე ეგრევე გავაკეთეთ. ინტრო ხარის ყველაფერი მაგარი იყო. თავის დაწელი მუსიკა, თავისი აწყობილა, ისე თვითონ გააკეთა. ქოროს ადრეს უყურებდი, მაგრამ ჩემ შეყარებულს უგდები რა, ახლა ჩემი მეუღლე. რო აი და კორსის და მეც ვაკეთებდი იგივე რაღაცებს იგივე სტილში ვითო გავუსამდიებს და ძალიან ხალისობდით და ეგეთი შემოქმედებითი ტიპი რო არის ეგრევე თქო და ყველა ანუ მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმ ადამიანებისთვის წყავს ძალიან მაგარია ხო და ქოროს რო ვთხოვოთ გააკეთებს მაგრამ რა ვიცი არ მიღებს რა თუ მაგარი როჟები ვართ გიორგიის გარეშეც მაგარი როჟები ვართ გიორგი კი რა YouTube-ში რო დამიხვრენ მაგასაც რამეს მოვიფიქრე მაგრამ ვაფშე მე არ ვარ დამოკიდებული არაფერზე. მე ვარ შემოქმედი და რამ ჩრდილოეთ კორეაშიც რო გამიშვა, ჩრდილოეთ კორეაშიც გავაკეთებ რაღაცას. აი ეგეთი მიდგომა მაქვს. არ მაინტერესებს რა და ძმაკაცი რომელსაც მითრგუნება რომ ვიღაცა რაღაცა გამოსირებული რაღაცა სტილობას და უწერს, მაგრად არ მიღირს რომ ვაფშე არ მიღირს, აი ეს გიორგი. თან ყავდა უკვე საკმარისი რაოდენობის სტუმრები ხა რა და всё, უყურა ძველი. მახარას ეპიზოდი არის ჩვენთვის. აი მახარა ხო. რო დაადეცდაც. აი მე მიყვარს მახარას ეპიზოდი და პრეზიდენტს ხო გადაბმა არის. რო წახსოვე ჟელიბონების განხილვას ვაკეთებ. ძალიან მაგარი ეპიზოდი. ჟელიბონების განხილვა ჩვენი მოფიქრებული ხუმრობა და ძალიან ცნობილი გახდა მე. ხო, მიკარგი. რა კონტენტი დავიწყოთ და ვფიქრობდით და შონზე გამდაწერა მოლე ჟელიბონების განხილვა. ხო. აი მოდი ახლა ამ თემატიკაზეც რო დაუბრუნდით. შენ ხარ ბარსელონას გულშემატკივარი. ასე გადამკვდა 2003 წლიდან. 2003. ის სახოთი რომ მაჩვენებდა რონალდინიოს პერიოდს უყურე. ანუ ყველა მაგალითად ყველა თამაში ესე მახსოვს კარგად 27-ის. 28-ის ხო. 97-იანი. ჰა. მახსოვს ეს თამაში მახსოვს კარგად. დაჟე კარგად მახსოვს. Chelsea Barcelona. რონალდინიოს ეს. წაკითხული. მეორე დღეს სკოლაში ვაკეთე თორმას. ასე. კარგად სპორტით. ხო და მახსოვს ფინალი. ყველაფერი მე სადღაც 2007 წლიდან ალბათ ყველა თამაში მაქვს ნანახი. მე გოლფერმანი აი Manchester-ს დარო გამოვარდით. ხო? აი კეთო ფორმას კეთვი რა. არა აი მესიმ რო რაღაცა მესუნეიტეს მაინც გავარდით.
და მე მოვიგეთ 2008-ში მოვიგეთ მე 2008-ში მოვიგეთ ხო და ბასტო მოკლედ ფეხბურთელების სუნამოებზე გადავიდეთ რაღაც ვიდეოებიც ხდებოდა ფეხბურთელებს ძირთადად ერბა ფიურასის ხამს ყველა ან ერბა ფიურა ევასებათ და ისა ლელაბო ერბა ფიურა იმიტომ ევასებათ ბიჭო მარტივია არ აქვს დრო ჩვენ ფეხბურთელებს ხო ერბა ფიურასაც ევასებათ ერბა გოლდი რატო ხო ერბა გოლდი ხა მაგდენი ვერ მოიძიეს მაგრამ კაი მესის რას დაასხამდი მესის რას დავასხამდი ეგრევე გოლით დავიწყოთ მესის ეხლა და მოფიქრო ესეთ სუნამო რომელიც მარტო მესის უნდა ესხას და სხვას არ არის ვაფშე რა მესი არის არგენტინელი ბარსელონაში თამაშობდა მაიამიში გადავიდა ანუ ევასება ზაფხული მზე ევასება ტროპიკული რამე კარგი ტროპიკული რაღაც გვინდა ისეთი რა აი მაგალითად ესეთი შეიძლება ერთ-ერთი ხო ლურჯი წითელში კიდე რა არის ლიონელ მესია რა აუ არა გეტყვი რას დავასხამდი რა reflections დავასხამდი reflection რატო გეტყვი თეთრია reflection რა ანუ აი მე ზემოთა რა ანუ კარგი სუნია სუფთა სუნია მაგრამ გენიალური არც ის არა აქვს რა ქვია ანუ განსაკუთრებულად არ ცდილობს ანუ არ იჭინთება რა სუნამო რა ანუ მაგარი რო სუნამო არ იჭინთება ძალიან ანუ ესე ვარ ცდილობს და მაინც მაგარი როა და თან თავდაბალი სუნამოა reflection არ არის ისეთი და მესიც თავდაბალია არა one of the greatest სუნამო არის რა და ჩემთვის როგორც სუნი არის კიდე აი ანგელოზის სუნი აქვს მგონია რა და სიწმინდეში თეთრა რა მაგასთან ხო და არგენტინა მაინც ახლა კაი ბევრ გუნდში თამაშ მაგრამ მარტო არგენტინაში ითამაშა და რაღაც არგენტინელ მესის მე დავასხავდი reflections და იყოს reflection რონალდოს რას დაასხამდი მე ეჭვი მაქვს რამდენიმე სუნამოს მაგალითად ტოპაკოს არა რონალდოს დავასხამდი აი რონალდოს დავასხამდი აი გეტყვი რას რა აი რონალდოს დავასხამდი სუნამოს მაგრამ ცდილობს მაგარია მაგრამ ცდილობს რა ანუ ცდილობს აკაიფოთ ამიტომ მოდი მე არ ჩამოვაგდებ რონალდოს არ დაუკარგავ მე რონალდოს დამსახურება მესი ასეთი დიადი რო არის და მესის დამსახურება რონალდო კიდე ცდილობს გოლების გატანას ხო რა რაღაცა თვითონაც დავასხამდი ინტერლუდს დავასხამდი რონალდო ინტერლუდია მესი რეფლექშენია აი ეგრე ვფიქრობ რა ის და ეს ფარფატა და მაინც კიდეა კაი კიდე აი ბაპეს რას დაასხამდი ბაპეს დავასხამდი ბაპე მგონი რომ თანამედროვე როჟა არის ძალიან თანამედროვე როჟა მაგრამ ბევრი არაფერი არ იცის ყველა არაფრის შესახებ ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება რა ანუ ფეხბურთს მაგრა თამაშობს მაგრამ ბევრი არაფერი არ იცის იკითხავდა ალბათ რომ ყველაზე მაგარი სუნამო რომელია დუხი რომელიაო ესე იკითხავდა და ეტყოდნენ ნოდი რა ხან აქ მაგარი არა კრიდი არა კრიდზე არ წავიდოდნენ უფრო ახალგაზრდა ტიპები ეტყოდნენ და აი სადღაც დიორ აი ამას აი დიორს და ისხამდა მარსელო ეტყოდა არა არა დიორ ომინტესით არ მოსწონს პლატინუმ ეგოისტი იყოს რა მოდი იმიტომ რომ კარგი მართლა ურჩევდნენ კარგი სუნამოა მაგრამ მარტივი სუნამოც არა და პლატინუმ ეგოისტი და ბაპესაც გავუწევა სულ გაპართული წვერით და ყვარარას ყვარას ვიცი რაც ევასებ აბა გოდოფაი ველოდი ეგევასება და ეხა ანუ ყვარა უზის ტიკტოკს კი რა ევასება რა ეხა ზამთარში დაურჩიეთ რაღაცა იქ რაღაც თემა იყო რომ რაღაცა სხანდა თამაშობთ ხოლმე რაღაც ერთად რა 1000-ში ერთხელ მაგრამ ჩამოვარდა საუბარი რომ რაღაცა და ის კურჯიანის gentle fluidity არა აი ხა ზამთარში უდსატინი გრანსუარი ვაყიდი იმიტომ რომ ხა ვიცი რომ გოდოფაირი ვასე მაგრამ რაღაცა ზამთარში გოდოფაირი მაინც და გრანსუარი რა ხან გოდოფაირი ვასე მაგრამ გრანსუარის ისეც უნამოა რა ხო რაღაც ისეთი კარგი უნამოა მასე ფილინგიც არა და გრანსუარი მაგრამ ეს არის რა მაინც რამეც უფრო ზამთრის როჟა არ მგონია ყვარა უფრო ზაფხულის ტიპი მგონია და გოდოფაირიდან კარგი ბრენდია შესანიშნავად. ჩვენი მადლობა ბასტო. ჩო? რონალდინოს მინდა გითხრას დავასხამდი. რონალდინოს დავასხამდი. ყველაზე მალე რომელიც უნდა მოქრება. აი ჰეროდი არის რონალდინო. უმაგრესი სუნი აქვს, მაგრამ 3 წელი არის კარიერა რა. აბა. ჰეროდს დავასხამდი რონალდინოს. მეგრე.
ჯერ კიდევ არ იცი ჰელოდისუნი უფრო მომწესრებლებს. მადლობა ბასტო. კიდევ ერთხელ იდეალური სტუმარი ხარ. ჩემ არხზე როგორც გითხარით 1-5 ვიდეოს ჩავწერდი მე. გადავუცა. მედი გაიგე. ხო. მაგრამ ჩვენი პოდკასტი გამოვიდა, წინა ვიდეოს აუცილებლად ნახეთ. ეგეც ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდა ჩვენი შეფასებებით. თამაშებზე გაკეთა ოზმა. რა? თამაშებზე გაკეთა ოზმა. თამაშებზე გააკეთა ოზმა. ფეხბურთზე კიდე იმას გააკეთა. YouTube მაფიაზეც გააკეთა. მაფიაზეც გავაკეთებინე, დეტექტივი და ასე შემდეგ. ხო. YouTuber-ები რა ზაისხავენ ახლა მაგას არ გითხავ, იმიტომ რომ რაღაცა არა, შეიძლება არც მე რა ვიცი, შენ თუ გაგესწორდი, მომიყვანე და მე ერთად გავაკეთე. ან მე მოგიყვან და აზრია, YouTuber-ები რას იყენებენ, მაგაზე კიდე მოვიყვან ბასტოს, როგორც იცით. მე მაგრამ მინდოდა რომ ძალიან ბევრი გაგუშლი კრაუდს და აქვე არჩევა. ძალიან ბევრი ფული შევნა, მაგიტომაც მინდოდა რომ ეხლა მე კონტენტებს რო ვფიქრობ, მინდა რომ ყველა YouTube ვიდეო გავაკეთო, ეგეთ რომ ყველა YouTuber-საც ვფიქრობ, რომ ეგ უნდა გამეგზავნო. აუ, ძალიან კაი. ისეს უნდა. ეს მე ხوار გავაკეთე. გეუნე მაგდენი ფული უნდა რომ ისო მაშინ მოgaხვიდე international-ზე რა და international-ი უკვე, კარგი international-ზე რა. როგორ არის ქართულად? საერთაშორისოზე. კი და ხო გლობალურ რაღაცას ვაკეთებ, დოლარზე რო ხარ დამოკიდებული და ლარზე. მან იმდენი შეიძლება გიჩვენა საქართველოს, შეიძლება ამერიკაში მაგდენი არ გაქვს. ან რაღაცა $10-15 შეიძლება ჯვალებრივი თანხაა სადღაც. YouTuber-ისთვის კი რა, საშუალო TikToker-ისთვის თქვა. მაგრამ აქ $15 ბევრი რაღაც გაკეთებ, შეიძლება ტიპს რომ პროსტა $15 გაკეთებ, 30,000 რო ყოველთვის შემოსავალი, ეგეთ რაღაცებს ჩვენებად გააკეთებ. ერთი 10 გაიცვრი რა, კაი ვიდეო რო გამოგივიდეს, რომ ინდონეზია ვიცი რომ $15 ზემოდან კიდე ეგრევე ჩაგერიცხება. მაგრამ ეგ თემა, მაგიტომ მინდა საერთაშორისო გასვლა აქ თავისუფლად ვაკეთებ მე რაღაცეები. მე დარწმუნებული ვარ რომ კიდე ბევრი წარმატება გეგლოდება როგორც დამოუკიდებლად ასევე თქვენ production-ს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბასტო. პირიქით მაო. თქვენ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ არხი, როგორც ჩემი ასევე ბასტო ფანტასტო და ბევრ საინტერესო კონტენტს გვირდებით. Black Afghan-ო იყიდეთ მართლა გეუბნებით Black Afghan. მირო შენს მომბას Black Afghan-ო რო გინდა 300 ლარად 100 მილიგრამიანი ხო 90-იანი. 100-იანი. 100-იანი ლარი არ არის საჭიროებისთვის. 300 ლარი შეიძლება ხიდე ხეციაში, მაგრამ ხო ისე მე პასები ეგრე ვიცი. ერთადერთი ღირს ლუსი ქვია მგონი ამ ხაზში ოდნავ ძვირი ღირს მგონი 400 ღირს. თალში ეს ყველა $70 მეტი რაც ეთერა. მე $70 რამდენი გამოდის მე რო ჩამგამოიწე? 250 კია. რომ მე რო ჩამოხვალ, ჩამოიტან. ნაფლად. რა შეგიძლია ეს დავითხრე მაგალითად $45. $15. მოგვეცე ის 100 რაღაცა არის. მართლა იმისუნია. მართლა აქ Black Afghan-ის. მე ისუნი მახსენდება რომ გავხეთ. ხო. სადონასოს თუ ოდეც მე ვინმე ფიქრობთ რომ იყიდოთ არის. იმენა აი ზუსტ რა თავსახურიც ადრე ქონდა აი ისუნია. მომავალ შეხვედრამდე.